სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აწყო და საათივით მუშაობს. ყოფილი დანარჩენი მიანიშნებს, რომ მეფის კარზე უბრალოდ ვაჭრობა მიდის. მონებმა დაიწყეს ბატონზე კარგად ცხოვრება. 600,000 ლარი ბექა აუდიშარიამ და მისმა ქვისმა გაწია ამ ტენდერიდან. მილიონებიდან გადავიდა მილიარდებზე? არაფერი რო არ ქონდა, დილით გამოვიდა, გამარჯობა, საღამოს უკვე მილიონიანი ტენდერია. კალადესთან დაკავშირებით რა ხდება? ან კალადის გარშემო შავი ღრუბლები იყრის თავს. ანუ მაგ ხელშეკრულებაში მოიპარა 1,600,000. და 2,200,000 ლარი გაათეთრეს ეს და წაიღეს ბიუჯეტიდან მაშინვე. როდის მიადგებიან რეგიონალურ ფეოდალებს ან რატო არ მიადგნენ? ელექტრონული ტენდერით ჩაატარეს 50 მილიარდი ლარის ღირებულების. ზუსტად იგივენაირად არის დასაკავებელი უზენაის სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაც. და ერთ კონკრეტულ ერთ ლოტს ვიტყვი, ეს არის უბისა შორაპანი. ეს არის 1 მილიარდიანი პროექტი. ლილიაშვილი არაპირებს ამ თანხის გადახდას, იმიტომ რომ იცის რომ მაინც დაიჭერს. სკოლები დაშალა ამ კომპანიამ და აღარ ააშენა. ამ კაცს აქვს 270 მილიონი ლარის ტენდერები მოგებული, აი კვების მიწოდების სერვისისთვის. და დედამისს რო უთხარით, რომ თქვენ შვილის 1,5 ჩაერიცხა, ხალი გაგიჟდა, რა 1,5 სოციალურად დაუცველი ვარ და ჩემი შვილი აგერ მიწას ამუშავებს. მასშტაბები რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეგ პრემია დანამატები უკვე ეგ კაპიკებია. 63 მილიარდმა ლარმა გაიარა ქართული ოცნების ხელში. იმიტომ რომ იყო 400 მილიონი, გახდა 2 მილიარდ 400 მილიონი. ერთი შესყიდვა შემოწმდა. და ერთი შესყიდვიდან მოიპარა 1,5 ლარი. გადაურიცხეს მილიონი, ოღონდ ის რომ საქართველოში არ ჩამოსულა, ხო უეჭველი? კი ბატონო. უნდაძის ძმას სახლში $1,300,000 ამოუღეს და მის სახელზე იყო 60 ბინა. სამხედრო ქალაქის მშენებლობას ხელმძღვანელობდა 4 ადამიანი და 4-ვე არის ბრალდებული კორუფციაში. და არის ამ შიდაკლანური ომის მომწრევა, სადაც ყველაფერი დადასტურდა კორუფციაზე, რასაც ვლაპარაკობდით აქამდე და მასშტაბებით კარგად დავინახეთ. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა აპოლიტიკური კოდი, YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოიწვიეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, გამოგვყევით სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კორუფციის თემაზე და ჩვენი სტუმრები იქნებიან კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე, კოალიცია ცვლილებისთვის და ასევე კორუფციის მკვლევარი დავით მჟავანაძე, ასევე კოალიცია ცვლილებისთვის. დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. კორუფცია სამწუხაროდ არის აქტუალური თემა და სამწუხაროდ არის თემა, რომლის არსებობასაც უარყოფდნენ მთელი 13 წლის მანძილზე, მაგრამ საბოლოო ჯამში დაასრულეს იმით, რომ მინიმუმ თავდაცვის მინისტრი არის დაჭერილი და მსგავსი თანამდებობის პირის დაჭერა მე არ მახსენდება მგონი არასოდეს. ეს ახლა 20 წელს თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს, აი ნახეთ ჩვენებს არ ვინდობთ და ასე შემდეგ, მაგრამ ყოფილი დანარჩენი მიანიშნებს, რომ მეფის კარზე უბრალოდ ვაჭრობა მიდის იმისათვის, რომ აი რაღაც ვინმე ვერც კი ხვდება მიიტანოს და ამით გამოიტყუოს თავისთვის თავისუფლება თუ რაზეა საბოლოოდ საუბარი. მოკლედ ამ და სხვა საკითხებზე შედაისო დიდი მადლობა მოგწონებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხო, საქართველოში რო კორუფცია გვაქვს, ეს უკვე ამ მთავრობის ხელშიც ფაქტობრივი დადასტურებებიც გვაქვს. ანუ მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენ ვიზახდით, რომ საქართველოში იყო კორუფცია და კონკრეტულ ფაქტებს ვასახელებდით. ოღონდ ყველა იძახდა, რომ ეგ არ არსებობს. ხო, კონკრეტულ ფაქტებს ვასახელებდით, კონკრეტულ სახელებს, გვარებს, სქემებს, როგორ მიქონდათ ფული. მაგრამ ჩვენ ვიღებდით იქიდან პასუხს, რომ ახლა აღარ დავწვრილმანდეთ, მოკლედ ლანძღვისა და მის გარდა რომ რაღაცა ჩვენ უსამშობლოები ვართ და რაღაცები მოვიგონეთ, ხო, რაღაცა სისულელები მოკლედ, რომ საქართველოში არ არსებობდა კორუფცია. უნდა შევახსენოთ, რომ ეს წლების მანძილზე, ანუ აი პირობითად ახლა მე რაც მახსენდება ეგრევე, თქვენი არ იყო სტუდია მონიტორის იყო თვარსტი, მაგრამ 2020-21 წლის სიუჟეტი ბიჭიკო პაიკიძეს. აი ახლა რაც მახსენდება ეგრევე, მაგრამ აი პირობითად რა ეს სიუჟეტები ხო დაახლოებით რომელი პერიოდიდან დება და რომელი პერიოდიდან გვაქვს დადასტურებულად, გაქვთ ინფორმაცია, რომ აი კორუფცია არის დიდი მასშტაბების. 2013 წლიდან. აჰა. 2013 წლიდან, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა ჯანყარაშვილი და მაშინ წავიდა გადანაწილებები, მაშინ ხო ყველამ ვიხილეთ
დაბარებები, ბიზნესის ეგრეთ წოდებული წართმევები, წილებში გაურკვეველი ხალხის შესვლა, საკრებულოს დეპუტატების, პარლამენტის დეპუტატების ეგრეთ წოდებული სლენგს ვიხმარ დაკაჩავება და შემდეგ გადმოყვანა და ფულების წართმევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე უკვე 2014-ში არავის არ ახსოვს ხოთა შორის რაღაცა ისეთი პერიოდი იყო. უძრაობის ხანა იყო მერიაში, მაშინ არმანია იყო ქალაქის მერი და მაშინ ძალიან აქტიურად იყო შესყიდვებთან. ჯოკია ბოდოკია? ხო, შესყიდვებთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი პრობლემები და ეს პრობლემები მე უკვე გაორმაგდა, გაათმაგდა, მე უკვე კალაძე როდესაც მოვიდა ქალაქის მერად და მოგე ძალიან ბევრი ფაქტები დავდეთ და სხვა შორის ახლა ამ ბოლო თვეებში რაც დაიწყო დაჭერები, კარგად თუ დააკვირდები, სიუჟეტების მიხედვით და ჩვენი პოსტების მიხედვით მიდიან. ტექსტშიც ბრალს რო უყენებენ, იქ ჩვენი ის სტატიები, ანალიზები, ჩვენი ანალიზი წერია, ხო? ჩვენ არ გვაქვს ახლა საგამოძიებო. სიტყვა სიტყვით არის აღებული თქვენი. ხო, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ ინფორმაციას მოვიპოვებთ კონფიდენტებისგან და საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაციისგან, ხო? და შემდეგ გარკვეულ ფაქტებს ვნახულობთ, რაღაცების ანალიზით გამოდის, ხო? შეაჯერებ ამ ინფორმაციას, შემდეგ უკვე ვდებთ რაღაც გარკვეულ დასკვნას, ხო? აი ამას მიყვებიან პირდაპირ, იმიტომ ჩვენ არჩევს არ ვართ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ვიცით ზუსტად ვინ რას აკეთებს და ამათმაც ვერ მოიფიქრეს ვერანაირი ისეთი რაღაცა დიდი ტვინებიც არ არიან, რომ ისეთი სქემა გააკეთეს, რომ ჩვენ რაღაცა ვერ გამოვიძიოთ. ეგეთ სქემა არ არსებობს. ძალიან მარტივი სქემები აქვს. ერთი კაცის შემდეგ უკვე ეშიფრებიან. ერთი კაცი და მე უკვე შემდეგ ნათელი არის სქემა. ასე რაღაცა დიდი ტვინის პატრონებიც არ არიან. უბრალოდ ძალიან ასე უხეშად იპარავენ ფულს ბიუჯეტიდან რა. ცუდად მუშაობენ. კი, ცუდად მუშაობენ. მათთვის კარგად მუშაობენ, ქვეყნისთვის ცუდად ზოგადად რა. არა, ოღონდ მათთვისაც ცუდად იმორიან ჩვენ როგორც თქვენ რომ ერთი შრის მერე უკვე იფცხრებიან. ნახე თავიდან როგორ იყო, თავიდან რომ მოვიდნენ, დაიწყეს პირდაპირ ფულის მოპარვა და რაღაცა კომპანიები მათთან ნათესავები, რაღაცეები და მოკლედ ძალიან გაშიფრვადები იყვნენ რა, რაღაცა პირველი 3 წელი ესე, 4 წელი. მერე უკვე მიხვდნენ რომ თითქმის ყველა სქემა გავხსენით, ანუ ადვილად პოულობდით ამ ადამიანებს, მერე დაიწყეს უკვე დაფარვა. უკვე დაფარვა დაიწყეს და რაღაცა ესე არანაირი ისტორია რო არ ქონდა ადამიანს, ანუ ბანკშიც რო ანგარიში არ ქონდა, ისეთი ხალხი ხსნიდნენ რაღაცა დიდ კომპანიებს და რაღაცა მილიონობით ლარის ტენდერებს იგებდნენ. აი არაფერი რო არ ქონდა, დილით გამოვიდა, გამარჯობა, საღამოს უკვე მილიონიანი ტენდერი აქვს. და შემდეგ უკვე აი ამის გაშიფრვაც რო დავიწყეთ უკვე და რაღაც მარტივად ეს სქემებიც გავხსენით, ხო? შემდეგ უკვე გადავიდნენ რომ არ მალავდნენ, მერე დამალვა დაიწყეს და მერე უკვე იმდენად ლეგალური გახდა მათთვის კორუფცია, რომ უკვე მნიშვნელობა არ ქონდა რა, მერე უკვე რაღაც სანდო ადამიანებს ეძებდნენ, ანუ მერე დაფარვისთვის კი არ პოულობდნენ ტიპებს, არა, პოულობდნენ, იმიტომ რომ სანდო ყოფილიყო მთავარი და ის ფული უნდა მიეტანა. იმიტომ რომ რაღაცა პერიოდია მაგალითად მახსენდება რესპუბლიკურში პანდემია რო იყო რესპუბლიკურში ჩაატარეს გარემონტა, მოკლედ გახარიას პერიოდი არის. ეს საწოლ ფონდებს რო ქმნიდნენ, ხო გახსოვთ? და მაშინ ერთ-ერთ საქართველოს მოქალაქეს ერთ ადამიანს ჩაურიცხეს დაახლოებით მილიონ რაღაცა თანხა, მილიონ ნახევარი ეს. რო დავიწყეთ გამოძიება ამ ადამიანის მივაგენით, რომ ცხოვრობდა კასპში, სოფელ დოესში, ადგილზეც ვიყავით მისულები. და დედამისს რო უთხარით რომ თქვენ შვილის მილიონ ნახევარი ჩაერიცხა, ხალი გაგიჟდა, რა მილიონ ნახევარი სოციალურად დაუცველი ვარ და ჩემი შვილი აგერ მიწას ამუშავებს. საერთოდ გონზე არ იყო ეს. და ჩვენ რო ვთქვით რომ ეს არის კორუფცია და ეს ფული სადღაც წავიდა. მაშინ ეს დაალაგდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, შსს მინისტრი და მოკლედ ყველამ გადაგვიარა. რომ ეს რა ვაკადრეთ და რესპუბლიკური და პანდემიის დროს რა დროს მაგის თქმა არის. ანუ პანდემიის დროს მოიპარეს ფული. და რა დროს ეგ იყო. და როდესაც დაჭირდათ და ასე ვთქვათ, ერთი წელიწად ნახევარი გავიდა იმის შემდეგ და რესპუბლიკურს რო აუქმებდნენ ის პერიოდი ხო გახსოვს? და ეს ტიპები დაიჭირეს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვისთვის. ანუ წელიწად ნახევრის წინ მართლები ყოფილი ვართ. ის საწყალი კასპელის დაიჭირეს? კი, ეგ დაიჭირეს კასპელი და შესყიდვების სამსახურის უფროსი. გასაგებია. მაგრამ დაახლოებით აი შენ ხერაც ახსენო, აი ახლა ამის დრო არ არის. ეს არის ყველაზე დამპალი ხერხი რაც ეყენებენ და ყველაზე მწარედ მე რაც მახსოვს შოვის დროს მახსოვს, რომ ანუ ახლა ამის დრო არ არის და ამას ეყენებდნენ შოვის ტრაგედიის დროს, როდესაც ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ
კორუფციამ შეჭამა ფული, რომელთაც უნდა აგებულიყო ჯებირები რა. ეს კარგად მახსოვს ეგ მომენტი და სხვაშორის პაიკიძის სახელს უკავშირდებოდა თუ არ ვცდები ეგეც რა. კი, ნახე, მან პირდაპირი კავშირი არ არის, აი კონკრეტული პირდაპირი კავშირი, მაგრამ აი დათოს ემახსოვრება. იმ შოვის დიდ ტრაგედიამდე მანამდე ონში იყო სტიქია. მანამდე ონში იყო სტიქია. და რა ხელშეკრულებაზეც ახლა ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი აქვს წაყენებული, ეგ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ქუთაისი ალპანა მამისონის გზის რეაბილიტაციას და ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ონში. ანუ ეგ ხელშეკრულება ითვალისწინებდა. ანუ მაგ ხელშეკრულებაში მოიპარა 1.600.000 თუ რაღაც დაახლოებით ეგ თანხა. აი შოვის ტრაგედიამდე რო სტიქია მოხდა და ხო ეხება იმ რაღაცა გამბიონების მოწყობა პირველი წელსა ეს პირველი მოხდა როცა ხეპლის გარეშე დაგხვდა მაშინ ნაპირსამაგრის სამუშაოები და ასე შემდეგ. ოღონდ ახლა იმ ნაპირის გამაგრება იმ ბუბას მთის ჩამოშლასთან კავშირში არ არის. არ არის გასაგებია რა არის ხო უშუალო იმაში. ხო, მაგრამ სტიქიის დროს ან მაშინ რო დაგეწყოთ მაშინ რო ვიძახდით რომ ბიჭო პაიკიძე ფულს იპარავდა და კავშირებს ვამბობდით, მაშინ იყო რომ რა დროს ეგ არის სტიქია, რა დროს ეგ არის წვიმს, რა დროს ეგ არის ყოლს ეგ აქვს, რა დროს ეგ არის. აბა როცა მაგისტრო, როც მოვიდა. დადგაი ხა. ბიჭიკო ეს სააფეთქა საყდრის 2014 წელს. მაინც ეს ბიჭიკო RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია იყო მისი BP Trans-ი. და მაშინ პირდაპირ ეს ღიად ინტერვიუებსაც კი აძლევდა იმის გასაბრალებლად, რომ საყდრისის აფეთქება იყო სწორი გადაწყვეტილება და ვიცით ეს საყდრისი რა იყო, ხო? უძველესი ოქროს მაღარო ევროპაში ბიზნესა ივანიშვილმა მიისაკუთრა და ააფეთქა იქიდან და გაიტანა უამრავი ოქრო, საუბარი არის მილიარდობით დოლარზე. მაგრამ ეგეც კიდე არ არის ცნობილი ბოლომდე და ეს ბიჭიკო პაიკიძე ჯერ კიდე მაშინ ფიგურირებდა, როგორც RMG-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელმაც ეს შავი სამუშაო ასე ვთქვათ შეასრულა. შესაბამისად, ძალიან დაახლოებული პირი იყო ბიჭიკო და არაფერი ახალი არ იყო მის დაკავებაში, რაც მოხდა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ლაპარაკობდით ეს ვის წარმოადგენდა და რას აკეთებდა. კორუფციაზე აი ბესომ ძალიან სწორად თქვა და რამდენიმე ფაქტს დავამატებ, როდის იწყება კორუფცია და 2013 წლიდან. ზუსტად, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა, ეგრევე, ასე ვთქვათ, ეს სისტემა მოირგეს და თავის თავს მოარგეს სრულად. მე შემიძლია ერთ მაგალითი გავიხსენო, მაგალითად შეიწირა პირველი პრემიერობა ღარიბაშვილის, ხო? იქ თავად ამბობს, რომ აი ნათესავებმა დაუპეს თუ რაღაც ეგეთი. კი, ოფიციალურად, თუმცა რა თქმა უნდა, ეს კორუფცია ტოტალური იყო და ღარიბაშვილი ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და როგორც ხედავთ, რა ყველა ჩინოვნიკი და ყველა, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების დეპუტატი მაგამ ბავშვია ჩართული. აი მაგალითად 2013 წელს წყლის მაშინდელი ჯორჯიან ვოთერენ პაუერის ხელმძღვანელი იყო არჩილ ცაბუტაშვილი. შეიძლება ბესოს ახსოვდეს. და ამ კაცმა ეგეთი რაღაც გააკეთა, მაგალითად 2013 წელს, რომ აი ამ ჯანყარაშვილის და ხარიბაშვილის მეშვეობით და მათი მფარველობით 2.200.000 ლარი აი ამ წყლის კომპანიიდან გადარიცხა. ასე ვთქვათ, მისი ბუღალტერის ანგარიშზე, რომელიც მე ამას აჭარაბეთზე და სხვა ონლაინ კაზინოებში თამაშობდა, იქ ვითომ აგებდა და აი ამ სქემით ათეთრებდნენ ფულს, ანუ აქედან ბიუჯეტიდან გადარიცხულ ფულს საბუტაშვილის ბუღალტერი მიქონდა ამას ტოტალიზატორში ონლაინ რაღაცა კაზინოში, თამაშობდა და ვითომ წაგებული ფული იყო ამათი გათეთრებული ფული, იმიტომ რომ ვინც ვითანაც აგებდა ის აკაუნტების და ის იუზერებიც იყო არჩილ საბუტაშვილის და მისი ასე ვთქვათ აი ამ დანაშაულებრივი კლანის ხელში. და 2.200.000 ლარი გაათეთრეს ეს და წაიღეს ბიუჯეტიდან მაშინვე. და ეს ამბავი გასკდა და ამ ამბავზე რაღაც ბევრი საუბრობდა მაშინ და ადგენდა დაიჭირეს აი ეს ბუღალტერი და მისი ქმარი. მხოლოდ რომელი ბუღალტერის მე დეტალურად ყვებოდა როგორ არჩილ საბუტაშვილმა როგორ ასე ვთქვათ ჩართვა ამ სქემაში და როგორ იყო ის ამ ყველაფრის შემუშავებაში ჩართული, მაგრამ არჩილ საბუტაშვილი მაშინ გადაურჩა დაბატირებას, იმიტომ რომ ხარიბაშვილი და ჯანყარაშვილი ჩაერია უშუალოდ. მე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც კი გახდა 2014 წელს. ეს კაცი დღემდე თავისუფლებაზე არის, ის ხალხი 10 წლით გაუშვეს ციხეში. მე რაღაც დროის მერე გამოვიდნენ, მაგრამ ანუ ეს პირველი ასე ვთქვათ ამბავი რო ვიცოდეთ ერთ-ერთი რაც ეს ეგრევე გასკდა 2013 წელს რო იყო აი ამ წყლის კომპანიიდან 2.200.000 ლარის მოპარვა. და ეს უხეშად ადგენენ და მოიპარეს. განა რაღაცა სქემა და განა ტენდერი და რაღაცა. ტენდერიც არ იყო, ეგრევე ფული აიღეს და წაიღეს სახში. არ გაართულეს საქმე. არ გაართულეს საქმე. მე აი ბესო
რომ აგრეთვე სწორად თქვა, რომ მე რო დამალვა დაიწყესო, ძალიან აქტიურად იწერებდა 2015-16 წლებში, მაგალითად პრემია დანამატების შესახებ. ხო, აი რო იღებდნენ რაღაც ხელფას, რაღაც რაოდენობას, ორჯერ მეც იღებდნენ პრემიაზე დანამატებს, ძალიან პოპულარული იყო ეს მედიაში და აი ამ კორუფციის კვლევა რა თქვა ორგანიზაციებში და 2017 წლის ბოლოს 2018 წლის შეცვალეს კანონი და პრემია დანამატი და თანამდებობრივი სარგო გააერთიანეს. და რაღაცა ამბობდნენ რომ პირდაპირ ხელფასი იღებდნენ. თუმცა ეს ხელფასი იყო გაორმაგებული, იმიტომ რომ პრემია დანამატი შეიყვანეს პირდაპირ ამ შრომის ანაზღაურებაში. და აი მაგალითად ეხა ეგრე ვეღარ საუბრობდი, რომ აი აქამდე თქონდა 5000 ლარი თქვა ჩინოვნიკს ხელფასი და იღებდა 4000 ლარის პრემიას, მე იღებდა 9000 ლარის ხელფასს. მაგრამ მასშტაბები რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეგ პრემია დანამატები უკვე აი კაპიკებია. აი არაფერს წარმოადგენს მასშტაბები. მასშტაბთან დაკავშირებით ნახე, კარგად რო წარმოადგენინოთ საქართველოს მოქალაქეებს რა მასშტაბზე არის ახლა საუბარი. ქართული ოცნება რაც ხელისუფლებაში მოვიდა, იმ პერიოდიდან, აი დღემდე სექტემბრამდე პერიოდი როა იყო, ოქტომბრამდე პერიოდი როა იყო, სულ ჩაატარეს ელექტრონული ტენდერი, ჩაატარეს 50 მილიარდი ლარის ღირებულების. და გამარტივებული კონტრაქტით ხელშეკრულება გააფორმეს 13 მილიარდი ლარის კონტრაქტები. ანუ ჯამში 63 მილიარდმა ლარმა გაიარა ქართული ოცნების ხელში. ეს მხოლოდ ოფიციალური იყო. ეს ოფიციალურია. და მხოლოდ ტენდერები და შესყიდვები. ეს არის ტენდერები და შესყიდვები. ამაში არ შედის ლიცენზიები, ამაში არ შედის ნებართვები, ამაში არ შედის სიაღისეულზე, ამაზე არ შედის სუბსიდიები, ამაში არ შედის აწარმოების საქართველოს დანერგემომავალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამაში არ შედის სხვა უკანონო შემოსავლები, კონცენტრები და ასე. ეს არის მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვები. ეხლა მოდი კიდე უფრო დავავიწროვოთ. ჯვანშერ ბურჭულაძე მოადგილეთ და შემდეგ ministrat დაახლოებით 2 წელიწადზე მეტი იმუშავა. დავუწყოთ მოადგილე ფინანსების ნაწილში იყო ზუსტად. შესყიდვების ნაწილში იყო, ანუ კურირებდა. ანუ ფულზე ხელი მიუწვდებოდა გაცილებით ადრე ვიდრე მინისტრი გახდებოდა. ჯვანშერ ბურჭულაძის თავდაცვის სამინისტროში მოღვაწეობის მხოლოდ მოღვაწეობა ბრჭყალებში. ხო. მისი იქ საქმიანობის პერიოდიდან შემოწმდა მხოლოდ ერთი ხელშეკრულება. ერთი შესყიდვა შემოწმდა. და ერთი შესყიდვიდან მოიპარა 1.5 მილიონი. ანუ ერთი კონტრაქტი შემოწმდა ხალხო. ჯერ არ შემოწმებულა. და ეს თავდაცვის სამინისტროა. თავდაცვის სამინისტრო. დიდი ბიუჯეტი, არა მარტო საკვანძო, არამედ უბრალოდ ძალიან დიდი ბიუჯეტი, კი. და აი ამ დიდი ბიუჯეტიდან ერთი შესყიდვა გააკეთეს. ერთი შესყიდვა შემოწმდა. ამ შესყიდვაზე კიდევ უფრო ესე რაღაცა კარგად რო ახსნათ, როგორ მოიპარეს 1.5 მილიონი, იცი ამ ტიპებმა. საქართველოში არსებობს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ვისაც შემოაქვს რა. პატივსანი კომპანია Pulsar საქართველო, რომელთანაც თანამშრომლობს მაგალითად ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც მაგალითად რუხის კლინიკისთვის იყიდეს ამ კომპანიისგან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი. ეხლა რა შევა, ნახეთ როგორ გააკეთეს. ჯვანშერამ თავის ცოლისმას უთხრა, რომ გჭირდება ეს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. ამ Pulsar საქართველოსთან მიდის რაღაცა კომპანია მიდის და ხელშეკრულებას უფორმებს, რომ შენგან ვიყიდი მე ეგრეთ წოდებულ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატს. და ეუბნება, რომ ვიყიდი, ეს აპარატი უნდა დამიმონტაჟო გორის ჰოსპიტალში. და ეს კომპანია თანხდება, კი ბატონო. ანუ გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასა და კომპანიას შორის. შემდეგ ეს კომპანია ფიქტიურ ხელშეკრულებას აფორმებს უკვე მეორე კომპანიასთან, რომ ამას მიყიდა. და შემდეგ უკვე მეორე, ასე ვთქვათ, უკვე რიგით მესამე კომპანია ხელშეკრულებას აფორმებს თავდაცვის სამინისტროსთან და ეუბნება, რომ მოგყიდი MRT-ს. საბოლოო ჯამში თავდაცვის სამინისტრო სოლემარტს ურიცხავს თანხას. სოლემარტი ესე მეორე კომპანიას ურიცხავს თანხას, ანუ 1.5 მილიონი დაიტოვა. Pulsar საქართველოს ჩაურიცხეს მისი ღირებულება, რაც ნამდვილად ღირს. ეს Pulsar საქართველოს ჩავიდა და აყენა ტომოგრაფიის აპარატი გორის ჰოსპიტალში. ანუ ფიქტიურად გადაყიდეს
ორ კომპანიაზე, რომ თანხა გაძვირებული. მაგრამ რეალური ფასი იქნებოდა ის, რაც პირველმა კომპანიამ გადაიხადა. ამათ ნამატი მოიგეს რა, რაც იმან მოუმატა, მე ამან მოუმატა და შეთანხმებული იყო ბატონი. 80 კილომეტრში 1.5 მილიონი მოიგეს თბილისიდან ბოგორამდე 80 კილომეტრი. კიდე კაი შორს დამონტაჟება, თორე 3 მილიონი. თქვენ წარმოდგენილი გაქვთ რამდენი ესეთი შესყიდვა არის გაკეთებული ჯვანშერას დროს. და ყველაზე მთავარი რაც ეს ადამიანი ებრძოდა Deep State-ს, მან აგვარი და ჩვენ ომში ჩათრება ატივისტები თვითონ ეხლა გადმოხდა ვერტალიოტიდან ბათინგები არ და მანხათის მთაზე აშენდა და ეხლა კიდე პროცესში მიმდინარეობს 11 კორპუსი შენდება კიდევ ეს არის რაღაც სამხედრო ქალაქი დაარქვეს ხო ვიცი შენდება კი აი ამ სამხედრო ქალაქის შენებლობას ხელმძღვანელობდა ღარიბაშვილი ჯვაშერ ბურჭულაძე გიორგი ხაინდრავა და ვლადიმერ ღუდუშაური ოთხივე არის ყველა რომელიც ოთხივე არის ბრალდებული. ეხლა თქვენ რომელიმე მეტყვი ღუდუშაური და ხაინდრავა ჯუანშერამდე აიყვანეს, შემდეგ გონი ღუდუშაური გამოშვებულია, ხო, რაღაც ჩვენებები მისცა და შემდეგ. რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ჩემთვის ღუდუშაურმა ჩვენება მისცა თუ არ მისცა, ღუდუშაურის დამნაშავე. ნამდვილია მაგაზე არ უნდა. მაგრამ წარმოგიდგენთ სამხედრო ქალაქის მშენებლობას ხელმძღვანელობდა 4 ადამიანი და 4-ვე არის ბრალდებული კორუფციაში. მე რატო დავაზუსტე, იცი რომ მაყურებელი კი არა, მე ვეღარ ვიხსენებ ამათ გვარსახელებს იმდენი არიან და იმდენი სხვადასხვა კორუფციული თემაა თორე ჩვენ არ გვავიწყდება. და ვინმე მეტყვის ეხა რომ აი პატიოსნად არის აშენებული სამხედრო ქალაქი? ანუ ერთ MRT-ზე რომ მოიპარეს, ერთ შემოწმებულ ხელშეკრულებაში რომ მოიპარეს 1.5 მილიონი, ლოგიკურია დავასკვნათ რომ იქაც რაღაცა იქნება და ყველგან რაღაცა იქნება ბათინკებშიც კი, რა. ერთ რაღაცას დავამატებ, აი ბესომრას თქვა რის გამოც დაიჭირეს ეხა ჯუაშერ ბურჭულაძე ზუსტად იგივე ბრალით არის დასაკავებელი ბექაუდიშარია და მისი ქვისლი 2019 წელს ამათმა გააკეთეს შემდეგი რაღაც ამ ბექაუდიშარიას ქვისლი არის მამუკა გოქსაძე რომელსაც ყავს მანქანების შემოყვანი დიდი კომპანია და 2019 წელს ზუგდიდის მერიამ გააკეთა ეგეთი რაღაც გამოაცხადა ტენდერი 10 ავტობუსის შესაძენად ქალაქში ტრანსპორტირებისთვის და იმისთვის რათა მორგებული პირობებით აი ამ კომპანიისგან შეეწყიდათ ავტობუსები, აი დეტალურად გაწერეს ხელშეკრულებაში რამდენ სანტიმეტრიანი რა როგორი ფერის ავტობუსი უნდა ყოფილიყო. რომელსაც აკმაყოფილებდა მხოლოდ ერთადერთი იზუზუ ნოვოტიჩის ფირმის ავტობუსი, რომელიც ყავდა მხოლოდ აი ამ გოქსაძის კომპანიას. ეს ტენდერი მოიგო რა თქმა უნდა უკონკურენტოდ ბექაუდიშარიას ქვისლის კომპანიამ და ნაცვლად იმისა რომ დაახლოებით 2.700.000 ლარი გადაიხადათ აი ამ ავტობუსების შეძენაში, რამდენიც დაუჯდა მეზობელ მუნიციპალიტეტს იმავე პერიოდში იმავე რაოდენობის ავტობუსები შეძენა მსგავსი ზუსტად. ამათმა ადგინდა 3.300.000 ლარზე გააფორმეს ხელშეკრულება. ანუ 600.000 ლარი ბექაუდიშარიამ და მისმა ქვისმა გაწია ამ ტენდერიდან. და ამაზე, ოღონდ მე და ბესო კი არ ვწერდით მაშინ. აუდიტის სამსახურმა დაწერა 2019 წელს. ანუ იმდენად მკაფიო იყო ეს კორუფცია, რომ მაცავი აუდიტის სამსახურმა, რომელიც ჯერჯერობით სახეს ინარჩუნებდა, ამაზე კვლევა დაწერა, რომ აქ არის რაღაც კორუფციული გარიგებაო. და ესენი რომ მართლა კორუფციას ებრძოდნენ ახლა აი ეს კობახიძე და დინარაძე და მისი ეს რაღაც შანტრაბა რაც არის. რა თქმა უნდა, ბექაუდიშარია და მისი ქვისლი მინიმუმ დაკითხვაზე უნდა იყოს დაბარებული და სავარაუდოდ იგივე ბრალი დაკავებული როგორც ჯუანშერ ბურჭულაძე. ხო, მაგრამ აი ეს ერთი დასტურებულო დავამატე ამ საქმეს, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცოდეს, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის. თუ კორუფციასთან ბრძოლა არის, აი ანალოგიური ბრალით არის დასაჭერი ეს კაცი. ისევე როგორც ღარიბაშვილი ჩასვეს ციხეში, იმიტომ რომ უბრალოდ ბრალი წაუყენეს, რომ უკანონო შემოსავლები აქვს დეკლარაციაშიო და ვერ ნახეთ ამის წარმომავლობა, ზუსტად იგივენაირად არის დასაკავებელი უზენაის სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ბოლო 3 წელში აქ 150.000 დოლარი მიღებული მშობლისგან საჩუქრად, რაც აი პირდაპირ გათეთრებული ფული არის და აქ 1 მილიონი ლარიანი სახლი აშენებული თუ არ ვშტები წავკიში, თბილისის შემოგარენში. ისე რომ მისი ხელფასი 10 თუ 12.000 ლარია სულ. ანუ ზუსტად იგივენაირად გიორგი მიქაუტაძეს უნდა იყოს ახლა ციხეში და ბრალ წარდგენილი. იცი რა არის მგონი შენ კარგად ვერ აფასებ ჩვენს გენს რა. ნიჭიერი მშობლები ყავს ამ ხალხს რა. ნუ მე ხა უმამოდ ვიზრდებოდი და ესე ვთქვათ არ აღმომაშთა ისეთ ნიჭიერი მშობლები რა. და ამათ ნიჭიერი მშობლები ყავთ, რა გინდა ახლა? არა აქვთ უფლება რომ ნიჭიერი ნაცავები ყავდა და ბატონი ტარიელ ღარიბაშვილი. ჯო, მან საერთოდ კიდე როგორი სიტუაცია არის. ნახე, პროკურატურა სად გაჩერდა, იცი? შუაში კი არ ფაქტობრივად არც დაუწყია. ღარიბაშვილი სასამართლოში მივიდა და აღიარა ბრალი. და თან პროკურატურა ეძახის რომ განამარტო აღიარაო. ითანამშრომლაო. ანუ თანამშრომლობა რას ნიშნავს? ვიღაცაზე მისაჩვენება. ანუ ნახე
პროკურატურას უნდა მიაწოდო ისეთი ინფორმაცია, რაც მან არ იცის. ანუ რამე ღირებული უნდა იყოს. ხო, თან ღირებული უნდა იყოს, ანუ რაც იცის, იმას თუ ეტყვი, ეს ხო თანამშრომლობა არ არის. ანუ რაც არ იცის, ის უნდა მოუყვე. ანუ ღარიბაშვილმა ის მოუყვა, რაც მაგათმა არ იცოდნენ. პლუს ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე რო ფულს ვიპარავდიო, ამ ყველაფერს შემდეგ ლეგალურ ეკონომიკაში ვაბრუნებდიო. ანუ მოპარული ფულით ფულს შეულობდიო. იგარი. ხო? მადლობა გქონდეს. ეხლა ნახე, პროკურატურა ეტაპზე ისე თითქმის თვე გავიდა და ჩვენ ვერსად ვერ ვნახეთ პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელი ლეგალური ბიზნესი ეკუთვნოდა ღარიბაშვილს. მამამისის ქარხანა, მამამისის ჰესი, მისი ცოლიძმის ღვინის ქარხანა, მისი ცოლიძმის ჰესი, ჭიკაიძის ქონება, ანუ საწავიდა ეს ფული და თუ გამოკვლეული არის უკვე ის კომპანიები, რომელ კომპანიებშიც გათეთრებული, ანუ მოპარული ფული ბრუნავდა, ის კომპანიები დღეს დალუქული უნდა იყოს. თუ ერთ შემთხვევაში, როდესაც რუსული რუბლი შემოიტანეს, ფული გაათეთრეს და პროკურატურა გვეუბნება, რომ ამ ფულით ნაყიდი ქონება უნდა ჩამოვართვათ ამ ადამიანებს, ღარიბაშვილის მოპარული ფულით ლეგალურ ეკონომიკაში შეძენილი ბიზნესი რატომ არ უნდა ჩამოვართვათ ამ ადამიანებს. ეხლა ყველაზე სასაცილოდ სად მივედი, თუ ყურენახე რთველი მიმდინარეობს და თამაზაშვილს, რომელსაც მისი სიძის გაპრემიერებამდე არაფერი არ ქონდა მსგავსი ღვინის ქარხანა, ეხლა ღვინის ქარხანა და სახელმწიფო თამაზაშვილის, სადაც დაახლოებით 22% აქცია იმ ქარხანაში, 600,000 ლარის ხელშეკრულებას აძლევს. აი ეხლა. ეხლა მომიჯ. ეხლა, აი დაახლოებით 1 თვის წინ. ეს არის სადღაც სექტემბერი, 19 სექტემბრიდან მოყოლებული 23 სექტემბრის 22 სექტემბერს ეს ნელ-ნელა გაუზარდა 200,000-იანი ხელშეკრულება, აიყვანა 600,000-მდე. და არსად არ არის შესწავლილი ქონება, როგორ დააგროვა ამ ადამიანმა. ანუ ეს ხო ღარიბაშვილის ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ახლო ის არის ხო ადამიანი. როდესაც დამნაშავეს ფულის გათეთრება უნდა, ესე რაღაც უცხო ადამიანთან არ მიდის, ხო? მიდის ძალიან ახლო პირთა წრესთან. და ამას ემატება ის, რომ ჩვენ ქეში გვითხრეს, რამდენი იპოვეს ღარიბაშვილის სახლში. მაგრამ არაფერი არ უთქვავთ საბანკო ანგარიშებზე, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. არსებობდა საერთოდ ეგ ანგარიშები? არაფერი არ გითხრეს კრიპტოსთან დაკავშირებით. ანუ ჯერჯერობით ზედაპირული არის ის, რაც თქვეს. და ამ ზედაპირულ ანუ კორუფციასთან ზედაპირული ბრძოლა არ არის. რაღაც ველოსიპედის პრინციპია, ხო? კორუფციასთან ბრძოლა. გაჩერდები და ვარდები და მთავრდება. ხო, ბუნებრივია. ხო, უნდა გააგრძელო, ანუ მუდმივად უნდა ებრძოლო. რომ დაიწყე საქმის გამოძიება, სადღაც ბოლოში უნდა მიიყვანო. კიდაც აი ბიჭიკო პაიკიძის ამბავი ავიღოთ, ანუ ნებისმიერი აი ხა დაკავებები რაც იყო, სახელმწიფო თანამდებობის პირები ბიჭიკო პაიკიძის შემთხვევაში დაკავებული არ არის არავინ, ანუ კომპანიაზე გაჩერდა. იქ ლილონორიოს გზაზე კომპანიაზე გაჩერდა და ზედამხედველ კომპანიაზე. ანუ ის რომ სამშენებლო და საზედამხედველო კონტრაქტს ორივეს აფორმებს სახელმწიფო და სახელმწიფო არის ვალდებული რომ აი ტენდერის ჯაჭვში მათ შორის ეფექტური კონტროლი განახორციელოს სამუშაოების წარმოებაზე და ზედამხედველობა სამუშაოების წარმოება არის, ხო? იქ სამშენებლო არის, იქ ზედამხედველობა სხვადასხვა სპეციფიკა არის. მე თუ ყიდულობ ორივე სერვისი კონტროლს. ზოგადად მშენებლობაზე ყიდულობს 3 სერვისს სახელმწიფო. პირველი სერვისი ეს არის საპროექტო, მეორე სერვისი ეს არის მშენებლობა, მესამე არის ზედამხედველობა. ამ შემთხვევაში საპროექტო და მშენებლობა შეგიძლია ერთ სერვისში, ანუ ერთ კომპანიას მოაგებინო, დიზაინ ბილდის პრინციპით მიდიან ახლა. არის ესეთი რაღაცა, რომ პროექტსაც შენაკეთებ და მშენებლობასაც შენახორციელებ. ოღონდ საზედამხედველო არის სხვა. ოღონდ აი ამ სამივე კომპანიის შემთხვევაში, როდესაც სამ კონტრაქტს აფორმებ, ხო, სამივე კონტრაქტის შესრულებაზე და ფულის გადარიცხვაზე და ხარისხზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. იმიტომ რომ სახელმწიფომ შეადგინა პირობები. სახელმწიფო მოიძია კომპანია, ანუ მიანიჭა გამარჯვება. შემდეგ სახელმწიფომ ჩაიბარა ეს ობიექტი, სახელმწიფომ გადაუფორმა ფული. ანუ სახელმწიფოზე მეტი პასუხისმგებლობა კომპანიას ვერ ექნება. კომპანია შეიძლება კომპანიის ვიღაცა თანამშრომელს, რაღაცა ის სამუშაოთა მწარმოებელს და ვიღაცას კონდეს იმის რაღაცა ცდუნება, რომ რა ვიცი, რაღაცა სხვა მარკის ცემენტი მოიტანოს, მაგრამ იქ ხო უნდა იყოს ზედამხედველს ხო უნდა ყავდეს სახელმწიფო, ანუ ვერ უნდა ბედავდეს, იმდენად ისეთი სისტემა უნდა იყოს აწყობილი სახელმწიფო შესყიდვებში და შემდეგ ამ შესყიდულის შესრულებაზე და ხარისხზე, იმიტომ რომ ხარისხიც გაწერილი არის კონტრაქტში როგორი უნდა იყოს. იქ ზედმიწევნით პირდაპირ წერია რა როგორი მასალა უნდა იყიდო, რას უნდა შეიცავდეს, კომპონენტების დონეზეა ყველაფერი გაწერილი. და როდესაც ამას არ აკონტროლებ არაფერს, ამაში ღებულობს ფულს, ანუ დღეს
კორუფცია რაში იყო, ანუ ბიჭიკო პაიგიძემ ფული რაში იშოვა, იცი? ხარისხი მოაკლო. რაც უნდა გაეკეთებინა ის არ გააკეთა. ყველაფერი რაც კი აშენებულია პაიგიძის მიერ, უბრალოდ. მარტო პაიგიძის არა. არა. ანუ უნდა გააკეთო როგორღაც, იცი, უნდა გააკეთო რეესტრი, რა აშენდა ამათ დროს და უნდა მოერიდო იმ სიმხიდებს, სიმგვირო. ეხლა მე გეტყვით რა, ანუ იმერეთში რა მე სხვაშორის დიდად მაწუხებს ეგ პრობლემა, იმიტომ რომ უშუალოდ შეეხო ჩემს ბავშვობას და ჩემს დედულეთს რა. იმერეთში ორი სოფელი რო დაიმარხა პრაქტიკულად აღარ ხარაგაულში. ხარაგაულის რაიონში. ხემაღალი და ვერკი. ღვერკი არის ბებიაჩემის სოფელი, ანუ ხარატიშვილების მხრიდან და ხემაღალი არის ბაბუაჩემის სოფელი. ორივე ჩემი სოფელია, ჩემი ბავშვობა არის მან გატარებული, ანუ ყარნება არის რაღაც დინარე, რომელიც ბავშვობაში ბანაობდი რა. ხო და ანუ ორივე ეს სოფელი დღეს რო ფაქტიურად აღარ არსებობს და რო არის ჩატანილი დაბლა ჩხერიმელაში და პრაქტიკულად ლაშეში როა ჩასული რა ეს ყველაფერი არის ცოტა აი უხარისხო ნაკეთები სამუშაოების აფეთქებითი სამუშაოების ბრალია საბოლოო ჯამში და ან წარმოიდგინე ხა რა მაგალითად ხუთიფრად აცხადებენ რომ თავად არაფერი შუაში არ არიან და ასე შემდეგ მაგრამ ამინდის ბრალია ხო ან წარმოიდგინე უეცრად აი მხელა პროცესები რაც კატასტროფული მიწისძვრით თუ დაიწყება ნუ უეცრად რატომღაც ორი სოფელი ადგა და დაიძრა დაბლა ძირულასკენ რა და წარმოიდგინე რამდენი გზა არის და გვირაბი და რაღაცა გაკეთებული უხარისხო. მოდი კიდე ერთი მაგალითი განვიხილოთ, ახლა ძალიან მარტივი აი რაც საზოგადოება მიცე ტელევიზორში რაც აქვს მოსმენილი. ბიჭიკო პაიკიძე დაიჭირეს ქუთაისი ალპანა მამისონზე. ხო? და თქვენს რომ ერთზეა. ხარაგაულშიც აქვს მაგას რაღაცა ნაკეთები. არა, ახლა ეგ გავყვეთ რა. უნდა ჩამოთვალო 5 პროექტი. ეს არის ქუთაისი ალპანა მამისონი. ბიჭიკო პაიკიძე. ღირებულება 24 მილიონი. და აქ თქვენს რომ ხარისხის პრობლემა არის რაღაცები მოა და მილიონ რაღაცა მოიპარეს აქედან. მეორე დაჭერილი არის გურია ენერჯის დირექტორი და ეს არის ლილო ნორიოს გზა. ეს არის დაახლოებით 6 მილიონიანი პროექტი. ლილო ნორიოს გზა. მესამე რომელიც დაიჭირეს ეს არის სამტრედია გრიგოლეთის ხიდი. რომელიც ჩავარდა. ხო, რომელიც ჩავარდა. აქ უღონთ აქ ჯერ რაღაცას манипуლირებს უსი, იმიტომ რომ ჯერჯერობით აზერბაიჯანული კომპანია დაასახელეს მარტო აკორდი და უღონთ იქ ჯეუ გრუპი რო არის 73 მილიონიანში. ის ჯერ არ დაუსახელებიათ. მოკლედ საბოლოო ჯამში უნდა ვთქვათ რომ სამტრედია გრიგოლეთი. შემდეგ ჩვენ გვაქვს რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი სტრატეგიული მნიშვნელობის. და ერთ კონკრეტულ ერთ ლოტს ვიტყვი, ეს არის უბისა შორაპანი. ეს არის 1 მილიარდიანი პროექტი. სამტრედია გრიგოლეთიც 1 მილიარდიანი არის. ხო, ოღონდ ის მთლიანი არის, ხო, ჩვენ ჩანგრეულ ხიდზე ვთქვათ რა. და მეოთხე და მეხუთე პროექტი ეს არის თბილისი, ბაკურციხე, ლაგოდეხი. 63 მილიონიანი პროექტია. თუ იცი აი ამ პროექტებს რა აერთიანებს? ქართულ ჯიგრული პონტია. ერთი ზედამხედველი კომპანია, ეს არის ეგის ინტერნეიშნალი. ეს ის ზედამხედველი კომპანია, რომელიც ეს არის ზედამხედველი კომპანია. გადაურიცხეს მილიონი, ოღონდ ის რომ საქართველოში არ ჩამოსულა, ხო, უეჭველი. კი ბატონო. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ამ ეგის ინტერნეიშნალმა საბუთები გააყალბა ბიჭიკო პაიკიძის შემთხვევაში, საბუთები გააყალბა ლილო ნორიოს შემთხვევაში, საბუთები გააყალბა სამტრედია გრიგოლეთის შემთხვევაში და პატიოსნად იმუშავა რიკოთზე და ლაგოდეხი ბაკურციხის გზაზე. ხო შანსი არ არის. ანუ ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ უბისა შორაპნის მონაკვეთის სასტრაფო ინვენტარიზაცია და ხარისხი არის შესამოწმებელი. იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის, რომ სამ შემთხვევაში ფულს იპარავდე და ორ შემთხვევაში კარგად იმუშავა. და ყველაზე ხშირად სარგებლობთ, ანუ ამ კვირაში უნდა მოსახლეობის 100% ფაქტობრივად 100% სარგებლობს ამ გზით. და ეხლა ყველაზე სასაცილო და აღმოსავლეთ აკავშირებს მეტი. და ერთი სასაცილო. ადგილიდან ხოლმე ჩახვალ ხა ზესტაფონში. ლაგოდეხი, თბილისი, ბაკურციხე, ლაგოდეხის შემთხვევაში, ეხლა ტენდერში რო შეხვიდე, საპროექტო მოთხოვნა არის ბეტონის გზა. ოღონდ წამოდ ეხლა დავიდეთ მანქანაზე ჩავიდეთ და იქ არის დაგებული ასფალტი. ანუ ბეტონი, რომელიც არის უფრო მყარი და დიდი ხანს გაძლებს ხარისხით, ვიდრე ასფალტი, ბეტონის მაგალითად დააგეს ასფალტი. საპროექტოში ხო ბეტონი წერია. საპროექტოში ეხლაც ბეტონი წერია. შემდეგ დავიწყე ამის კვლევა და მოკლედ აღმოვაჩინე ესეთი დოკუმენტი, რომ ისევ ამ კომპანიამ, ზედამხედველმა კომპანიამ, ეგის ინტერნეიშნალმა, ეგის ინტერნეიშნალის წერილით,
რომ აქო ჩვენო შევისწავლეთო გზაო, სადაც უნდა დავაგოთო. და აქო მოკლედ ხო ხა ბევრი რო არ ექსპერტის მე თუ დაგჭირდება მოგასვდი ამ დოკუმენტებს. აქო ასფალტი არ გამოვაო. არ გამოვა, იმიტომ რომ აქ რაღაც მოკლედ წყლები არისო და ესო ბეტონს დააზიანებს და ასფალტი გაუძლებს. და ეხლა როგორ გაამყარეს ეს ამბავი, იცი? ანუ მე ხო იტყვი რომ ეს ეგის ინტერნეშნალი ვინ არის? რაღაცა სამხარაულის დასკვნა რატო არ არის? და სამხარაულის დასკვნა როგორ დადეს, იცი? სამხარაულს შეეკითხენ, რომ აი აქ რო წყალი იყოს, ბეტონის დასხმა ჯობია თუ ასფალტისო და სამხარაულმა ძალიან მარტივი პასუხი გასცა, ანუ წყალი თუ არის, უნდა დაასხა ასფალტი. ოღონდ კაცში და რომ ნახე ეგ წყალი არის თუ არა. და დოკუმენტებში სამხარაულს დაუს ესეთი კითხვა, რომელზე პასუხი სხვანაირი ვერ იქნებოდა უბრალოდ. სხვანაირი ვერ იქნებოდა. ეხლა ყველაზე სასაცილო კიდე სასაცილო არ არის პრინციპში, მაგრამ ნახე როგორი სიტუაცია არის. აი ამ ტენდერში მონაწილეობდა 4 კომპანია. ტენდერის ღირებულება იყო 74 მილიონი. ყველა კომპანია, ვინც მონაწილეობდა, აი ამ New Road-ის გარდა, ყველამ დააკლო 1 მილიონი, 3 მილიონი, ამან დააკლო 10 მილიონი. ანუ ისეთი კლება გააკეთა იმ პერიოდში, რომ ფიზიკურად ბეტონს ვერ აგებდი. ანუ ამ კომპანიამ აი ამ ფაქტებს თუ შევადარებთ, უკვე წინასწარ ქონდა განსაზღვრული, რომ აი ამ წერილს მიწერ, შემდეგ ეს შეგიცვლის პირობებს და შემდეგ დააგებ უკვე ასფალტს. იმიტომ რომ ფიზიკურად წარმოუდგენელი იყო 63 მილიონად იქ დაგეგო ბეტონის გზა. და აი ამ ფასის სხვაობაში მოიგეს მაშინ მარტო დაახლოებით 3 მილიონამდე ფული. და მაშინაც და ოღონდ ხო, აქ ახლა კიდე რა არის გასათვალისწინებელი, რომ ამ New Road-ში კომპანია, რომელიც ამას აგებდა ქუთაისი, ისა თბილისი, ბაკურცი ხელაგოდეხს, 50%-ის მეწილი არის გზების დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე. ანუ სამსახურიდან გამოვიდა ამ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. ნიჭიერი ადამიანია. აი რატო უკა ნიჭიერი ადამიანია და მოთხოვნადი იყო და დაიწყო მუშაობა. აი რამე კანონი დაირღვა. ამაზეც დავამატებ აი ახალხი ხართ რა აი არ მისმის ნიჭიერ ხალხს ებრძვით ჩემი აზრით და ეს უნიჭუები. ხო აბა და აგენტები. აი ბესომ რა სქემაც აღწერა რომ ეს 10 მილიონი დააკლო რომელიც არარეალური იყო და მე ამით რაღაც ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის და მაინც იმ თანხას ასრულებენ ამდენიც უნდათ ეს თბილისში ძალიან გავრცელებული ამბავია მაგალითად კახა კალაძე რომელიც ჯერჯერობით გადაურჩა აი ამ გამოძიებებს და ჯერჯერობით ისევ თბილისის მერი არის ნამდვილად დავაგაგუნოთ მაგ შემიძლია რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ კახა კალაძემ აი მსგავსი სქემით როგორ განახორციელა ის რომ მოაგებინა რაღაც ტენდერი მასთან დაკავშირებულ და ქართულ ოსნებასთან დაკავშირებულ კომპანიას და მე შეიტანა ხელშეკრულების ცვლილებები და 2, 3 და 4 მილიონით უფრო ძვირი დაჭდა ამ გზის განხორციელება და ამ ტენდერის განხორციელება ვიდრე იყო დაგეგმილი. მაგალითად, წერტილის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც ჯამში დაჭდა 28 მილიონი ლარი, ამდენიმე ტენდერი იყო გამოცხადებული. თითქმის ყველა ტენდერი მოიგო ქართული ოსნების დეპუტატის ლუხომ ქართლოსიშვილის საკრებულოს დეპუტატი იყო ადმანიში თუ არ ვთქვი გარდაბანში. ხო, ლუხომ ქართლოსიშვილი. ეს ის არის, მე ბექა ყორშიამ რო დაურეკა და რაღაც რო უთხრა რომ მოატყუა რომ რაღაც გამოქვაბული სტანდარტის კარსტულ კატაკომბური აი ზუსტად ეგ ხალხი არის. ვანდალურნი მესილური სხვასთან იყო. ხარგაული იყო თუ არ ვთქვი ვანდალურნი მესილური და ეს ხო კარსტულ კატაკომბური. კი აი ეს ხალხი არის და მაგათ მოაგებინა ტენდერი 28 მილიონი უნდა დამჯდარიყო ამის განხორციელება. დაასრულეს 5 თვით უფრო გვიან ვიდრე იყო დაგეგმილი და იმდენი ხელშეკრულება შევიდა ხელშეკრულებაში რომ 31 მილიონი ლარი დაჭდა ბოლოს. იგივე კომპანიას გააკეთებინა უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია კალაძემ 16 მილიონი იყო თავიდან გამოცხადებული აი ამ ტენდერის ღირებულება 18 მილიონი ნახევარი დაჭდა ბოლოს იმიტომ რომ ხელშეკრულების ცვლილებები შეიტანეს და ვითომ არაფერი ისე მოამატეს და რა თქმა უნდა ეს ფული მე გადაინაწილეს ანუ ეს არის გავრცელებული ამბავი ეს გავრცელებული პრაქტიკა არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ კორუფციასთან ბრძოლა არის აი ეს ორი ტენდერი რაც ვახსენე ამის გამო კახალაძე უნდა გამოიგეთოს მე ერთი კითხვა მაქვს ამ მიმართულებითაც მინდა ცოტა რომ ვლაპარაკოთ ანუ რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მერე რა ანუ ძალიან ხშირად მithქვამს და ვიტყვი რომ მეზობელმა ქვეყნებმა მათ შორის საქართველოს ძალიან იხეირა პირდაპირ მოდი ასე ცივად ვთქვათ ძალიან იხეირა ამ ომის შემდეგ საქართველოს შემოვიდა ძალიან დიდი რაოდენობით ქეში პლუს საქართველოს აღმოჩნდა ჩაბმული რაღაც შავ სქემებში იმიტომ რომ რუსეთი მოექცა სხვადასხვა სანქციების ქვეშ და რაღაცების შეტანა უბრალოდ ფიზიკური შეუძლებელი გახდა და ანუ ან ცენტრალური აზიის ქვეყნების მეშვეობით ხდება ან შეიძლება პირდაპირ ხდება რაღაცების შეტანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი
ეს არის დიდი რაოდენობით ფული, რომელიც შემოვიდა. ოღონდ 650 მილიონი დოლარის გათეთრების საქმე რო იყო, ეხლა ჩაკარგულია, არაფერი არ ისმის, რა? და ანუ რა დონეზე იმოქმედა კორუფციის მასშტაბებზე და იმ შავი ფულის მასშტაბებზე, რაც აქ დატრიალდა. ანუ საბოლოო ჯამში ხა ის პროცესები, რომელიც წარიმართა ლილუაშვილის ახლოწრის, უშუალოდ ლილუაშვილი ჯერ ფიგურანტი არ არის, მაგრამ ან ლილუაშვილი გამქრალია საერთოდ რადარებიდან და მისი ახლოწრი არის ფიგურანტები ამ ხმაურიანი საგამოძიებო კორუფციული საქმეების, პლუს ღარიბაშვილი და მისი წრე, ანუ აშკარად იმდანად გაიზარდა კორუფციის მასშტაბები და იმდანად დიდი ფული იშოვეს, რომ პრაქტიკულად შეიქმნა საფრთხე, რომ ესენი რაღაც ურჩი ერისთავებით განუდგებოდნენ ბატონს, რა. ანუ მე ესე უყურებ, ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი უყურებს ეს და ანუ აი რა ხდება, ვთქვათ, ბოლო პერიოდში, ბოლო 3-4 წელიწადი რო ავიღოთ 2022-დან მოყოლებული, ან გვიანი 2021 წლიდან, რა. ანუ რამდენად გაიზარდა მასშტაბები, რა. მილიონებიდან გადავიდნენ მილიარდებზე? იცი რა არის, თავიდან დაიწყეს 1000-ებით. ბუნებრივი. ხო, ну მე ნელ-ნელა რა თქმა უნდა 1000-მა 100, მე 100-მა მილიონმა მილიარდი და ასე შემდეგ. რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებით, აი ფულის შემოსვლას, შემდეგ აქ გათეთრებას, ოღონდ ჯერ ნახე რა არის პროკურატურაც ვერ ჩამოყალიბდა რა, ფულის გათეთრება, კლასიკური გათეთრება რა არის? კლასიკური გათეთრება არის უკანონო ფულის ლეგალური ლეგალიზაცია, რადგანაც კარგავ. რაღაც თანხას, მაგრამ მიიღებ გადასახადს კარგავ, მაგრამ მიიღებ ბიზნესს ან სუფთა ფულს. ეხლა აი ეს ფულის შემოტანა 670 მილიონი რო იყო. დოლარი და 50 მილიონი ევრო. რაღაცა ფანტასტიკური თანხა. ეხლა ნახე მან რეალურად რა არის, ნახე, ეგ ხო კლასიკური ფულის გათეთრება არ იყო. ეგ იყო რომ შემოვიდა რუსული ფული. აქ დახურდავდა დოლარი და რა გზითაც შემოვიდა რუსული ფული, იგივე გზით გავიდა დოლარი საქართველოსთან. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როდესაც SWIFT-დან ჩაიხსნა რუსეთი, მოქალაქეებს უკვე წვდომა აღარ აქვს დოლარზე და რუსეთს სჭირდებოდა ყველაზე მეტად დოლარი. და 670 მილიონი დოლარი არ არის ცოტა ფული, რაღაც რო ამოასუნთქა ის პერიოდი არის ვიღაცეები ამ ფულმა. ეხლა საქართველოში რა ხდება? ახეთ რომ მოდი ფულის ეს გზა რო გავიაროთ, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ამ ფულმა გაიარა 4 საბაჟო. რუსეთი, აზერბაიჯანი, ანუ რუსეთის საბაჟო გაიარა, აზერბაიჯანის საბაჟო გაიარა, შემდეგ ისევ აზერბაიჯანის საბაჟო გაიარა და შემდეგ საქართველოს საბაჟო გაიარა. ანუ 4 საბაჟო პუნქტი გაიარა ამ ფულმა და ისე შემოვიდა საქართველოში. ეხლა თქვენ წარმოდგენილი გააქვთ, რომ არაფერი დალაგებული არ იყო და ესე გარისკა და 4 საბაჟო გამოატარა ამ ფულს. ერთი სავალუტო ჯიხურის პატრონმა, რომელიც არაფრით გამოირჩევა იმ კასპერი ლეხის არ იყო. ხო, ეხლა მოდი კიდე უფრო ნათელი გავხადოთ. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაკეტილია საზღვარი კოვიდის გამო კოვიდის გამო. ფეხით ვერ გადადიხარ, მანქანით ვერ გადადიხარ. ერთადერთი რაც მოძრაობს ტრაილერი, ეგრეთ წოდებული ისინი, რა ქვია, სატვირთო ავტომობილები. ანუ გამოდის რომ ეს ფული შემოიტანა სატვირთო ავტომობილმა. ამ სატვირთო ავტომობილმა თუ შემოიტანა ესე იგი სატვირთო ავტომობილის ყავს დამკვეთიც და მიმღებიც. ანუ არ დასახელებულა არც ერთი და არც მეორე. ანუ ფორმალურად რა მოქონდა ამას? ანუ ეს ხო რეალურად ტვირთთან ერთად იდო. ანუ ცარიელ კონტეინერში ხო არ იყო შეღრილი კაცო ეს ფული, ხო დაახლოებით რაღაც 14 მილიონი თუ რაღაცა შემოქონდა თითო შემოტანაზე, ანუ ყოველდღე რო შემოეტანა. და დათვალა იყო Facebook-ზე იდო, დღეების მიხედვით რამდენი დღე დაჭირდებოდა ამის შემოტანას. მე ეს ფული უბრალოდ გადახურდავდა და უკან წავიდა. პროკურატურა იძახის, რომ ეს არის ფულის გათეთრება. ფულის გათეთრება არის ტრანსნაციონალური დანაშაული. ჩვენ აი საერთაშორისო ორგანიზაციებთან რო ვართ მიერთებულები, ინტერპოლთან გვაქვს ვალდებულება, რომ ეს უნდა ვაცნობოთ. უნდა ვუთხრათ, რომ ფული გათეთრდა, იმიტომ რომ მეზობელი ქვეყანა არის ამაში ჩართული. ინტერპოლთან ვალდებულება გვაქვს, ევროპოლთან რეკომენდაცია გვაქვს, რომ უნდა ვაცნობოთ ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ. ამის გარდა ჩვენ ვერ მოვისმინეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, რომ იქ გამოძიება მაინც დაიწყო. დინარაძე 2 კვირის წინ შეხვდა აზერბაიჯანის უშიშროების უფროსს და არც მათ არ გამოჩენილა არანაირი ნიშნები, რომ ვინმეს რამე აცნობა. ეს საქმე საერთოდ გამქრალია. ეს საქმე გამქრალია. აქ ამ საქმეში ერთი სასაცილო ამბავი მოხდა. პროკურატურამ რო პირველი განცხადება გააკეთა, მოსმენილი გააქვს. ინიციალები რო არ დაასახელა.
არ მახსოვს. ხო, პროკურატურამ არ დაასახელა ინიციალები. და რატო არ დაასახელა, იცი? კ იყო ინიციალები. და კახაკალაძე გამოვარდა მე საქვია საღამოს და თქვა რომ ხვალ ლაივი მაქვს, რომ ვინმეს ეს კ არ გონებოდა კახაკალაძე. და პროკურატურამ ეს ამოიღო. აი, ხო წარმოგიდგენიათ როგორ ხდება იყენებენ ამ ყველაფერს, ხო? შეგერებთ. და ეხლა აი ეს 670 მილიონი დოლარის გადახურდავება ჯერჯერობით ერთი ვალუტის ჯიხურის მეპატრონეზე არის ჩამოკიდებული. ანუ ეს ადამიანი დასაჭერი კი არა, სანახავია, დასალაპარაკებელია, რა სქემა ქონდა, რანაირად დაალაგა ესე, ან ნობელის პრემია ეკონომიკაში. არა, ნობელის პრემია არა, მაგრამ ის სქემა როგორ ააწყო ესე? შესაძლებელია ეს ხო არ არის, ეს არის თანხა, რომელიც არის ეკონომიკის სერიოზული პროცენტი, ან გამორიცხულია ეს თანხა, როგორც პროკურატურა აცხადებს, რომ ეს თანხა ჩატრიალებული იყო აქ უძრავ სექტორში და ეს არ დატყობოდა მაშინ საქართველოს ეკონომიკას. უბრალოდ ფიზიკურად წარმოუდგენელი. ანუ თამაშის წესებს შეცვლიდა უძრავ ბიზნესში. გამორიცხული ხა 670 მილიონი დოლარით შეხვიდე დღეს საქართველოს ბაზარზე, ხო, ძალიან დიდია. უძრავი ქონების შესყიდვაზე, რას ანუ პირველი იქნები, ანუ გამორიცხულია რომ შენს გარდა ვინმე იყოს და ფიზიკურად კიდე რამდენი ადამიანი უნდა ნახო რომ 670 მილიონი დოლარი დაშალო ისე რომ აი ვიღაცებს რამდენ ადამიანს უნდა აყიდინო უძრავი ქონება, ანუ გამორიცხულია ეგ ამბავი. და სად არის აბა ამოიღეს ეს ქონება? ვინიყიდა სად არის ის უძრავი ქონება, რომელიც ექვემდებარება კონფისკაციას? არა, არაფერი არ არის, საქმე არის მთლიანად დამქრალი და არაფერი არ ჩანს. მაგრამ აი მასშტაბებზე რომ ისე რა, ანუ რა მასშტაბზე არიან ესენი გასულები? ძალიან დიდ მილიონებზე აშკარად არა. ხო, და ნუ პლუს კიდე ის არის რომ გარკვეული რუსეთთან ასე ვთქვათ არასანქცირების რეჟიმში ეხა ყველაზე აქტუალური რაც არის, ეს არის ავტომობილების ბიზნესი, სადაც ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეებს ეს ბიზნესი აცდა. და ამ ბიზნესში შემოსული ფული. უკვე ფაქტობრივად აკონტროლებენ ყველა უკვე რუსეთის მოქალაქეები ამ ბიზნესს. ან ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ანუ ავტომობილის ჩამოყვანა რომ მოუნდეს რუსეთის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს პირადი ნომერი ჭირდება მარტო ან კომპანია. შემდეგ უკვე ჩამოდის, აქ ხდება რეექსპორტი, ანუ მიაკ ყაზახეთს და ყირგიზეთს. აქ მოქმედებს შემდეგი სქემა. ყაზახეთის და ყირგიზეთიც არის რუსეთთან ერთად საერთო საბაჟო კავშირში. კი. ყაზახეთში შესული ავტომობილი და გამბაჟებულად ითვლება რუსეთში. ეს მანქანა გადადის შემდეგ რუსეთში უბრალოდ სარეგისტრაციო ნომრები შეიცვლება მანქანის და ჩვეულებრივად მოძრაობს. და სტატისტიკაში ჩვენ გვაქვს რომ ყაზახეთში გავიტანეთ მანქანა და არა რუსეთში. ესე მოძრაობს არა მარტო მანქანა, არამედ თითქმის ყველაფერი. ანუ ჩვენ ვართ ფაქტობრივად სასაწყობე მეურნეობა. შემოვიდა, დასაწყობდა, გადაერტყა, შეიცვალა წარმოშობის სერტიფიკატი, ანუ ნებისმიერი რაღაც შემოიტანე, რომელსაც რაღაცას შეუცვლი და უკვე ის არის საქართველოში წარმოებული. და გადის ყაზახეთი, უზბეკეთი, აი ესე ქვეყნები. ამას დავამატებ, რამდენიმე რიცხვს ეს ბესო ამბობდა, ეხლა მაგალითად რო ვიცოდეთ 2021 წლიდან, როცა ომი დაიწყო, დღემდე როგორ შეიცვალა მასშტაბი აი ამ მანქანების რეექსპორტის და რეექსპორტი ნიშნავს, რომ ესე იგი შემოვიდა ჩვენთან და გავიდა პირდაპირ სადღაც სხვა ქვეყანაში. მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ, თუ 2020-21 წელს ეს იყო დაახლოებით 450 მილიონი დოლარი საქართველოსთან რეექსპორტი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი აგრეთვე ევროკავშირზე მოდიოდა და მე დანარჩენ სამყაროზე. 2022 წელს ამან მიაღწია 2 მილიონ 100 მილიონ დოლარს, 2 მილიარდ 100 მილიონ დოლარს, 2024 წელს მიაღწია 2 მილიარდ ნახევარ დოლარს. 2025 წლის 6 თვეში უკვე 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარის არის გასული, რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 2 მილიარდ ნახევარი დოლარი ისევ იქნება რეექსპორტი საქართველოსთან. რო ვიცოდეთ, სად გაიზარდა ყველაზე მეტად რაოდენობა, მაგალითად აი ამ რეექსპორტის 80% მოდის ყირგიზეთზე და ყაზახეთზე, რომელიც ბესომ კარგად ახსენა, რომ ფაქტობრივად იქ გამბაჟებული მანქანა, რუსეთში გამბაჟებული მანქანა და იქ გასული მანქანები აქედან არის რუსეთში გასული მანქანები. ამ მანქანების ასე ვთქვათ გამტანები ამ ქვეყნიდან ძირითადად არიან გარდა აი ამ რუსი მოქალაქეებისა, რომლებიც აქ ჩამოდიან და ამას აკეთებენ, მაგალითად ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია, რომელიც ქართული ოცნების ყოფილი სპორტის მინისტრი არის და რომელიც არის
კავკასიას ავტომოტორსის, ფრანს აუტოსთან მნიშვნელოვანი აი ამ ავტომობილების, ასე ვთქვათ, შემოყვანი კომპანიების ფლობელი. ისევე როგორც სხვა კომპანიებში არის ქართულოსნების ინტერესები. და აი მაგალითად ხო შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ყირგიზეთში 2021 წელთან შედარებით რეექსპორტის რაოდენობა გაიზარდა 129 ჯერ. და საერთო ჯამში, ასე ვთქვათ, ხო 991 მილიონი მარტო ყირგიზეთში გავიტანეთ წინა წელს მანქანები. მაშინ როცა ყირგიზეთი არის ჩვენზე ორჯერ დიდი ქვეყანა, რაოდენობრივად 7 მილიონი კაცი ცხოვრობს და ჩვენზე არის 4ჯერ ღარიბი. ანუ იქ რო არჩება ეს მანქანა ერთი ცალიც კი, მაგაზე კითხვის ნიშანიც არ არსებობს, იმიტომ რომ უღარიბესი ქვეყანა არის და არანაირი მოთხოვნა იქ არ არსებობს, რომ საქართველოსთან 1 მილიარდ დოლარის მანქანები ჩადიოდეს. თან ამ მანქანების საშუალო ღირებულება 35-40 დოლარია. ანუ საკმაოდ ზუსტად ღირებული მანქანები. ანუ პირდაპირ ვართ აი რუსეთის სასაწყობე მეურნეობა ერთ-ერთი კავკასიის რეგიონში და აი ეს მასშტაბები კარგად გვეხმარება წარმოვიდგინოთ რამდენი ფული კეთდება აქ. იმიტომ რომ იყო 400 მილიონი, გახდა 2 მილიარდ 400 მილიონი. აი ეს არის მასშტაბი დაახლოებით და ეს შეგვიძლია ნებისმიერ სხვა ეკონომიკურ სფეროზე გავავრცელოთ და უკვე ხვდებით რა მასშტაბის გამდიდრებაზე არის საუბარი ქართულოსნების და აი ამ ბიზნესში საქართველოს მოქალაქეები რომლებმაც თავიდან დაიწყეს და ასე ვთქვათ დიდი მოგების იმედი ჰქონდათ რომ აი გაიხსნა ახლა რაღაცა რუსეთისკენ. დღეს უკვე ფაქტობრივად აცდა ამ ხალხს. ანუ გაგუწიეს ბიზნესიდან ქართველებს. კი, ძალიან მარტივად. ნახეთ, რუსეთის მოქალაქეს ჩამოყავს ავტომობილი, თვითონ აქვს უკვე შემიძლია მისამართებიც კი დავასახელო და ახლა თბილისში თუ მოძრაობთ ძალიან მარტივად ნახავთ. სამღებროები რუსებს აქვს თავისივე ქიმწმენდები, თავისი ასე ვთქვათ სერვისი ავტომობილის, ანუ ყველაფერს აკეთებს, თვითონ აკეთებს უყოლაფერს, არაფერში აღარ ჭირდები საერთოდ. მაქსიმუმ თარჯმანია დაქირავებული ეს იყო. აღარ თარჯმანი აღარ უნდათ, იმიტომ რომ ქართულიც კარგად ასე თუ ისწავლეს, ერთადერთი პირველი ჭირდებათ პირადი ნომერი. კომპანია, რომელიც ჩამოიყვანს ავტომობილს. მე დანარჩენს უკვე თვითონ აკეთებმა ყველაფერს. აი, საერთოდ აღარაფერში აღარ ჭირდები. ნაწილებიც უკვე თვითონ შემოვაგდებ. ან თუ პირობითად ამით ხეირობდა 2020 წელს 100,000 ქართველი ან 10,000 ქართველი დღეს ხეირობს ალბათ 10 ან 100, ხო? 4 თვე, 4-5 თვე, სანამ აი რაღაცა დალაგდნენ, სანამ რაღაცა თბილისი ისწავლეს, სად იქირაონ, სად არ იქირაონ, ფასებში გაერკვნენ და ასე რომ ძალიან სწრაფად გააკეთეს ადაპტირება მინდა კავკასიელებიც ფიგურირებდნენ მაგაში აი ეგეთი ინფორმაციაც იყო. ჩიმაევი და ეს ჩეჩნი. შეხედე, ჩავიდეთ რუსთავში, სადაც არის ავტომობილების გაფორმების ზონა. ხო. უბრალოდ ჩავიდეთ და დავიაროთ და ვნახოთ. ქართველები დავთვალოთ რამდენი ქართული ოფისია. ფიზიკურად. მე დამჭირდა 3 წლის წინ და მაშინაც უკვე ბევრი იყო ნახავ. ხო, აი ხა შეგიძლია ჩავძანდეთ და ნახოთ. აი ადგილზე და ნახავთ როგორი სიტუაცია არის. ანუ ის რომ რაღაცა ვაჭრობა მიმდინარეობს, ცუდი არ არის. ზოგადად შემდეგ ესენი ქართულმა ოცნებამ იცის გამოვარდება და აი რაღაცა იტყვის რომ აი იგლიხილთან დაკავშირებით რო არის რაღაცა 6 მილიარდი ჩაიდოს, ხო, ინვესტიცია ანუ კარგია, ამას რატო გასწავლის ახლა კობახიძე, ხო, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ინვესტიცია რა არის და როგორ არის. ოღონდ გასარკვევია პირდაპირ ინვესტიციები არის, ბანკები არის და ასე შემდეგ. მოკლედ ზოგადად როცა ეკონომიკურად საინტერესო ხარ ქვეყანა, ეს კარგია. ოღონდ ერთ ქვეყანაზე რო ჩამოეკიდები და 27 ქვეყანას კარგავ, ეგ ცუდია. ეს ხო ძალიან მარტივია. ანუ ვერც ვერაფერს ვერ იღებ იგლხილთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს, მაგრამ მე პირადად მხოლოდ ერთი კითხვის ნიშანი ყველაზე მთავარი რომ ენკას შემთხვევაში რაც მოხდა, როდესაც ხელისუფლება, ქართული ოცნების ხელისუფლება აფორმებს კონტრაქტს თურქულ კომპანია ენკასთან. შემდგომში ხდება ისე რომ მოსახლეობის პროტესტი მოყვება ამ კონტრაქტის გაფორმებას, აღმოჩნდება რომ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის საერთოდ არაფერი არ აქვს ნათქვამი. მერე ხელისუფლება ამ კონტრაქტს არ ღვევს თურქებთან დადებულს მოსახლეობის პროტესტის გამო და მერე აღმოჩნდება ქართულმა სახელმწიფომ მილიარდზე მეტი უნდა გადაიხადოს საურავებით და ყოველდღე გვერდცხება. სქემა, ანუ ყველანაირი სქემა შეუძლიათ ახლა ამათ დაატრიალო, იმიტომ რომ გასაიდუმლოებულია ყველაფერი, ის გასაიდუმლოების საჭიროებაც არ არსებობდა, მაგრამ ერთი წამით არის რომ შევეშვათ იგლხილს და ისევ ამ ჩვენს ეხლა მიმდინარე კორუფციულ თემებს დაუბრუნდეთ რა, უბრალოდ იძულებული ვარ ჩემივე Facebook-ს დავკითხო, იმიტომ რომ გავიხსენო რა აი კითხვები მაწუხებს. მოკლედ, სადა ლილუაშვილი რა? ან ხო იყო სახელმწიფოს ერთ-ერთი ბურჯი იყო და დაკარგულია ყველაფრიდან სადა, ხო? მისი ახლო წლის წინააღმდეგ არის გამოძიებები, მასზე არაფერი არ ისმის.
რა. ანუ ღარიბაშვილის ფოტო გამოჩნდა სოციალებში ამდენიმე დღის წინ, მაგრამ ისევ და ისევ რა სტადიაზე ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე. მილიონიანი გირაო როგორც ჩანს გადაიხადა, ხო? ანუ ამ 650 მილიონზე ვილაპარაკეთ, ეს ადამიანის დაკარგულია და ეს სავალუტო ჯიხურიც. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ქარსელაძე მოადგილეები დაუჭირეს, მაგრამ სადაა თავად ქარსელაძე. რა მოხდა რიჟვაძეზე საბოლოო ჯამში? გერმანიაშია ბოლოს რაც გავრცელდა, მაგრამ მის საქმეზე რა ხდება? ანუ თვითკოლობის ცდილობა იყო თუ არა, მაგას რო შევშვათ, ფინანსურად მას რა შეედებოდა ბრალი, ხო, ეგეთ მიჩუმათებულია რა. ბურჭულაძის საქმეზეც კი არ ვიცით რა ხდება, არა და ნუ ეს ადამიანი ომისგან უნდა ვეხსენით და ასე შემდეგ, ხო? მისივე უამრავი ინტერვიუ ამაზე. თუ როგორ გვარიდებდა ეს ადამიანი ჩვენ ომს. და რატომ არის რომ მხოლოდ მოადგილეებს იჭერენ, ანუ ქარსელაძის მოადგილეები დაიჭერეს მაგალითად, მაგრამ რავი, უფროსმა არაფერი იცოდა, ანუ ისე ხდებოდა ეს სქემა, რომ ახ ქარსელაძემ არაფერი არ იცოდა და ვიღაც მოადგილე მის უკან უგაცავდა ჟარგონზე და ჩალიჩობდა და რაღაცებს მატრაბაზობდა. საჯარო სამსახურის სტრუქტურას თუ იცნობ, ძალიან მარტივი ასახსნელი. საჯარო სამსახურში გატარებული იმდენი წელი და ძალიან კარგი. მაშინ ძალიან მარტივად შემიძლია გითხრა, რომ არ არსებობს ხელმძღვანელის გარეშე 1.500.000 იშოვა. უბრალოდ გამორიცხული ამბავი. რა 1.500.000 იერარქია ისეა მოწყობილი, რომ ერთხელ შეკრულებაზე ვიძახი და აი ბურჭულაძეს, ანუ ჩვენ ახლა ვისაუბროთ იმ კონკრეტულებზე, რა ფაქტებით დამდგარი არის. აი ყველაზე რაც ჩამოთვალა რომ ვისაუბროთ. აი დამდგარია უკვე ფაქტი ბურჭულაძის შემთხვევაში, ხო? დამდგარია ფაქტი მაგალითად ქარსელაძის შემთხვევაში, ხო? ქარსელაძის შემთხვევაში მოადგილეები დაჭერილები არიან. თან ეს ქარსელაძე როგორ იყო? რა საქმეებიც ახლა რა საქმეებზე სუსმა გამოძიება დაიწყო. იმ პერიოდში ქარსელაძე ჯერ გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და შემდეგ დააწინაურეს და მინისტრი გახადა. აი სანდრედია გრიგოლეცე. ხელშეკრულება რო დადო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და რო ჩაიბარა მინისტრი იყო უკვე. უბრალოდ ფიზიკურად გამორიცხული, ანუ საბოლოო გადარიცხვები ხო მინისტრთან თანხმდება. ანუ მის გარეშე ხო ვერაფერი ვერ ირიცხება. ანუ არ არსებობს ფული გავიდეს, რომ მინისტრმა რამე არ იცოდეს. თუ არ იცის, კიდევ უფრო უარეს დღეში არის. კიდევ უფრო უარესი არის. თუ არ იცის არაფერი. ხო, მაგრამ იცოდა, ხო. როგორ აი ხიდი ჩავარდა, იქ იმხელა სკანდალი იყო, რომ რავი, მინისტრი კი არა ჭურში რო იჯდეს, სადღაც სოფელში ადამიანმა გამორიცხული ამბავი არის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიცოდეს ჯაჭვი, ხო? ან ნახეთ, მინისტრმა რო თანხმობა გასცა იმაზე, რომ მაგალითად ზედამხედველმა კომპანიამ ჩვეულებრივად დაწეროს კაცო ყველაფერი და მომცეს, ისი არა აქვს ხა მნიშვნელობა, ხო? იქ ხო წეს რომ გააყალბესო, ანუ ითაღლითესო. აი ამ თაღლითობის შემსწრი არის უკვე ასე ვთქვათ, წამყვანი სპეციალისტები, განყოფილების უფროსები, სამმართველოს უფროსები, ანუ ამათ ხელში გამოიარა ამ გაყალბებულმა დოკუმენტაციებმა და ამათმა იციან ზუსტად რა მოხდა. შესაძლებელია რომელიღაცა თანამდებობის პირებმა სარგებელი არ ნახეს, მაგალითად ერთ-ერთი რომელიც წერდა აი MGF-ი ეგრეთ წოდებული მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელო წინდა რომ ტაბიძე მე სარგებელი არ მიმიღია. რა მნიშვნელობა აქვს სარგებელი მიიღო თუ არ მიიღო? ანუ მან მიიღო მონაწილეობა რომ სხვას ეკეთებინა ფული. ანუ მან ხელი შეუწყო დოკუმენტაციის ისეთ წარმოებას, რომელმაც საშუალება მისცა სხვას მოეპარა ფული ბიუჯეტიდან. ანუ რა მნიშვნელობა აქვს ხა მას სარგებელი ნახა თუ არ ნახა? დამნაშავეა ეს ადამიანი და უნდა დაისაჯოს. ასევე დამნაშავეები არიან ყველა ის საჯარო მოხელე, რომელიც აი ამ ჯაჭვში მონაწილეობდა. მაშინ გამოვიდნენ ხა ეს საჯარო მოხელეები და თქვას რომ ჩვენ ვიყავით ძალადობის მსხვერპლი, ანუ გვაიძულებდნენ რომ გაგვეკეთებინა, ძალით მოგვაწერინეს ხელი, ან საერთოდ არ მომიწერია ხელი და გაყალბებული არის ჩემი ხელმოწერა. ობიექტი რო ჩაიბარა, აი მაგალითად აი ეს სამტრედია გრიგოლეთის ხიდი და მოგილთ ობიექტებს რო იბარა, სატენდერო კომისია იბარებს ამას. სადღაც დაახლოებით 12-14 კაციანი კომისიები არის. წარმოიდგინეთ იქ რომ დაახლოებით 12 კაცი ხელს აწერს თაღლითურ დოკუმენტაციას და ყველა მიცის რომ საზედამხედველო კომპანია ადგილზე არ არის ნამყოფი და ყველა მიცის რომ იმას პრობლემა აქვს და ეს ტიპები ზიან და ხელს აწერენ. ანუ გაცნობიერებული აქვს ამ ხალხს რომ ისე დოკუმენტ აწეს ხელს, ანუ მკვლელი გზა. მე და ჩვენ რო ანუ თვითონაც იცის რომ იმ გზაზე სადაც დადის, შეიძლება მოკლოს. ხო? ასტაჟო დაეცეს თავში. აი ეს ლაგი კაპიტალი რო იყო, აი ზარქუას სიძის ყოფილი ხო, ცოლიზმის სიძის პროფესორი. ამისულაშვილის. მან ნახე როგორი სიტუაცია, უყურე მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმეებს იძიებენ, სადაც ბაღები დაანგრია და აღარ ააშენა. და არ იძიებენ სკოლების, ანუ განათლების სამინისტროს
მეცნიერებათა და განათლების ინფრასტრუქტურის სააგენტოს, სადაც სკოლები დაშალა ამ კომპანიამ და აღარ ააშენა. სკოლა დაშალა გორის მუნიციპალიტეტში, სკოლა დაშალა ხაშურის მუნიციპალიტეტში, ატენში სკოლა დაშალა და აღარ ააშენა. ანუ ამ მიმართულებით რატო არ იძიებ? ანუ ბაღები თუ გაინტერესებს, სკოლები არ გაინტერესებს? ანუ ამ მიმართულებით არ მიდის ჯერ გამოძიება. მარტო ბაღებს იძიებენ. ქაშნაძე ლილუაშვილზე დავამატებ რაღაცას. მეც ვანის მუნიციპალიტეტიდან ვარ წარმოშობით, საიდანაც ლილუაშვილიც არის და ბიჭკოპაი კიდეც იყო და რაღაც ამ ხალხთან რაღაც ფიზიკური, ასე ვთქვათ, ერთ სივრცეში შეხებაც მქონია. ინფორმაცია რაც მე მაქვს და პრინციპში საჯარო სივრცეშიც ეგ მუსირებს არის ის რომ რატომაც ამ ხალხს შეჯერობით არ აკავებენ და ქარსელაძეს და ლილუაშვილს და ყველა დააკავეს ოღონდ მათ გარშემო არის ორი სავარაუდო და ორი შესაძლო მიზეზი. ერთი ის არის რომ ბიძინა მაინც ცდილობს ამათგან ფულის ამოღებას და რაღაც ქეშის ამოღებას და ეს არის ერთ-ერთი სადავე, პროცესი სათავე აი ამ შიდაუმების რაც დაიწყო და ცდილობს რომ ამათგან ეს ფული მაინც ამოიღოს, მაგრამ ესენი ამ ფულს არ იხდიან. ყოველ შემთხვევაში ქარსელაძე და ლილუაშვილი და არის ეგეთი ინფორმაციაც მე რაც გამიგია ჩვენს რაიონში, ჩემი და ლილუაშვილის რაიონში, რომ ლილუაშვილი არ აპირებს ამ თანხის გადახდას, იმიტომ რომ იცის რომ მაინც დაიჭერს ივანიშვილი და შესაბამისად. ასე მოსთხოვა მან მათ ივანიშვილმა საბოლოო ჯამში ეს ხმები რაც გავრცელდა იმ პერიოდში და არა მარტო საჯაროდ, არამედ არასაჯაროდაც ფაქტობრივად დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რატომაც დაიწყო ეს გამოძიებები ამ ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ, მათ შორის უკავშირდება იმას, რომ ივანიშვილმა მოინდომა მათგან ქეშის ამოღება და ფულის მიტანა, რაზეც წინააღმდეგობას წააწყდა და აი ამას მოყვა მე მთელი ეს შიდა კლანური ომი, რომელიც ხა გადაიფარა თითქოს კორუფციასთან ბრძოლა არის. ფული მოთხოვა მათ. ეხლა თუ ისმის კითხვა რომ ივანიშვილის ფული რაში ჭირდებოდა მილიარდერია, სხვანაირად უნდა შევხედოთ ამ ამბავს რა. ივანიშვილი სანქცირებული ამერიკის ხაზინის მიერ არის მნიშვნელოვან პრობლემებში გახვეული, მას თუ აღმართეთ 5 მილიარდი ქონება. ამ 5 მილიარდიდან 4 მილიარდი და 4.5 მილიარდი არის ნახატები, უძრავი ქონება, მოძრავი ქონება, სხვადასხვა რაღაცა ფასიანი ქაღალდები, რომელიც აი ეს ქეშის სახით არ განიკარგება. მას თუ ხელში ქეში არ უკავია და არა აქვს ეს განსაკარგი ქეში, ნაღდი ფული, ასე ვთქვათ, ხო? მაშინ ის არ არის ისეთი გავლენიანი, როგორიც უნდა იყოს. და მას ამ ნაღდი ფულის პრობლემა შეექმნა მაშინ, როდესაც ვერ დაიბრუნა ის თანხა, რაც შვეიცარიულ ბანკს მოუგო. და დღეს ეხა ჩვენ რო გადაცემას ვწვევთ, გამოცხადდება ლონდონის სასამართლოს ვერდიქტი აი ამ ეგრეთ წოდებული ბერმუდას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც 600 მილიონი უნდა დაუბრუნდეს წესით ივანიშვილს, მაგრამ ვერ იბრუნებს ამ თანხას, იმიტომ რომ არის სანქცირებული და ანუ ერთ ჯამში ეს თანხა კრედიტ სუისთან რაც მაგას სადაო აქვს, ეს არის 1 მილიარდი დოლარი დაახლოებით. გარდა ამისა, ვიცით რომ მის ოჯახის წევრებს რაღაც შვეიცარიულ ბანკებში ანგარიშებზე წტომა აქვს შეზღუდული, ანუ მილიარდობით ლარზე არის საბოლოო ჯამში საუბარი, მილიარდობით ლარის ნახტ ფულზე, რომელსაც ივანიშვილი ვერ იბრუნებს და ვერ განკარგავს, შესაბამისად აქვს მნიშვნელოვანი აი ეს ნაღდი ფულის დეფიციტი. რაც არის პრობლემა, იმიტომ რომ ნაღდი ფული თუ მას ხელში არ უკავია, მაშინ ის ისეთი გავლენიანი ვეღარ არის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. აი რომ მაყურებელმა რო იცოდეს, ეხა ეგრე დავსახავ სურათს რა. თუ ივანიშვილს აქვს 5 მილიარდი ქონება და აქედან 4 და 8 არის სხვადასხვა უძრავ მოძრავი ქონება და 200 მილიონი დოლარის ქეში აქვს მაგალითად ხელში, ხო? და თუ არის აქეთ ლილუაშვილი, ქარსელაძე, ღარიბაშვილი და რიჟვაძე, რომელთაც ჯამში აქვს, რა ვიცი, 800 მილიონი დოლარის ნაღდი ფული. მაშინ ეს ხალხი ამ მომენტში უფრო გავლენიანი და უფრო საშიში არის ივანიშვილისთვის, ვიდრე ივანიშვილი თავად ამ თავის 200 მილიონით. პიკასოს ნახატს დორა მაარი კატით ვერ გამოიყენებს. მაღაზიაში ვერ მიხვალ და მაგით ვერაფერს იღებითად. ვერც იმას გადაუხდის ხარებას, ფულს რომ ვიღაცები ცემოს მის გამო და ვერც ამ შავ ფულს ატრიალებს. მაგრამ ამათი მხრიდან მილიარდზე არის ლაპარაკი, ანუ მილიარდი გაწიეს ბიჭებმა, ასე ვთქვა. საერთო ჯამში ამათგან რა თანხაც არის მოთხოვილი, ეს მილიარდ დოლარს ცდება. კალაძისგან, ღარიბაშვილისგან, ლილუაშვილისგან. მე ხა ამ რიცხვებს ვერ დავადასტურებ, მაგრამ სხვადასხვაებაც რჩება, ეგენი მილიარდსაც გაცდენილები იქნება და შეიძლება 2 მილიარდ დოლარსაც კი, იმიტომ რომ შეუძლებელია ერთმა სავალუტო ჯიხურმა გაათეთროს შემოიტანოს, რაც არის 650 მილიონი დოლარი ერთმა. პლუს საუბრები იყოს კოლ-ცენტრებზე, საუბრები იყოს შავ სქემებზე და იქ საუბარი იყოს თან ტოპ ხელმძღვანელებზე ქვეყნის საკვანძო ფიგურებზე, სუსი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ამ დროს კონდეს ილუზია, რომ ამათ მხოლოდ $1,000,000 მოიპარა. თან პლუს ქეშად რო გიდევს ადამიანს 8 მილიონი თუ 7 მილიონი, რამდენი უნდა გქონდეს არა ქეშად. პლუს თან ვითვალისწინებთ ისეთ აქტივებს, რომელიც არის ოფშორებში, აქტივებს, რომელიც არის ბიტკოინის სახით და ამ შემდეგ, მაგრამ ანუ
ეჭვი აი პრაქტიკულად კომპანიების ანგარიშებს. მართლა მილიარდებზეა საუბარი, უბრალოდ ანუ ეს ხალხი რატო არ უხდის და უბრუნებს ეს თქვათ ხაზაინს. მე მოკლედ ვიტყვი ლილუაშვილისგან, მე უბრალოდ ლილუაშვილის დახარჯეს? რაც ვიცი, არა, მე რაც ვიცი ლილუაშვილის რაც აქვს ნათქვამი არის ის, რომ აზრი არ აქვს რომ გადავიხადო, იმიტომ რომ მაინც დამიჭერს. ანუ მათთვის ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია არის ასეთნაირი, რომ ამ ფულს თუ მივიტან, ეგ არ არის ანუ გარანტიას ვერავინ ვერ აძლევს, გესმით? ნახეთ, ივანიშვილის სიტყვას ესე არ ენდობიან, რომ მე თუ ფულს მოგიდა შენ არ დამიჭერ და კობახიძეს და მდინარაძეს სიტყვას აქვს ნულოვანი ფასი. ნუ ეგ გასაგებია. შესაბამისად, გარანტია არ არის იმისა, რომ ამ ფულს თუ გადაიხდეს თავისუფლებას მიიღებს, ისევე როგორც არის ბაჩიაშვილიც არის, ეგ ეს უნდა გავიხსენოთ, მაქს ქემის ნაწილია ეგ რეალურად. რაღაცნაირად მაქს სურაში ჩდება, გასაგებია, რომ უფრო ადრე დაიწყო ბაჩი. კორუფციული სქემის ნაწილია, ბიტკოინების. ანუ ნახეთ, ბიძინა ფულს რო ედავება და არ უხდის ეს ხალხი, ისევე არ უხდის ბაჩიაშვილი, ისევე არ უხდის ლილუაშვილის და მიზეზი აქვს ერთი. იმიტომ რომ იციან, რომ გარანტია ვერ არის, ამით თავისუფლებას ვერ იყიდიან, თორე ლილუაშვილმა რომ მიიტანოს $200 მილიონი, 1-200 კიდე დარჩება და იცხოვრებს, მაგრამ ვერ იცხოვრებს. ანუ პირიქით შეიძლება იყოს რა, სანამ არ აძლევს ინფორმაციას და არ უბრუნებს ფულს, მანამდე აქვს გარანტია მას თავისი ფიზიკური უსაფრთხოების და იმის რომ არ დაიჭერებს. ასე დაალაგდა საბოლოოდ. მანამდეა საჭირო, თორე როგორც კი ამას გასცემს, მე საჭირო აღარ ხდება ეს ადამიანი. და ივანიშვილი ისე მოექცა, როგორც ყველას მოექცა. შესაბამისად ეს თან ჩვენ ამ ხალხს რაღაცნაირად უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ ლილუაშვილიც, ღარიბაშვილიც ძალიან კარგად იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. დიდი ხანი იმუშავეს მათთან ერთად, როგორც საჯარო სამსახურში, ასევე კერძო სამსახურში, შესაბამისად, კარგად იცნობენ ამ კაცის ბუნებას და ამ თანხას რო არ იხდიან და ეს გაჯიუტებულები რო არიან და რო რაღაცნაირად რო არ თანამშრომლობენ თუ რა მდგომარეობაში არიან, როგორც ჩანს, უფრო მეტად ეშინიათ ივანიშვილის და უფრო მეტად არასანდო არის მათთვის ივანიშვილი, ვიდრე ამ თანხის გადახდა იქნებოდა. ერთსაც დავამატებ ჩვენ მამაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს, რომ აი კარგად რო წარმოვიდგინოთ რამდენად დაკავშირებული არიან ერთმანეთთან, რომ ვიცოდეთ ირაკლი ქარსელაძე და გრიგოლ ლილუაშვილი არიან ერთმანეთის კურსელები და მეჯვარეები. ირაკლი ქარსელაძე არის გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარე. და ეს ყველა დაკავებული ბოლო პერიოდში ვინც იყო, მაგრამ ბიჭიკო პაიკიძე არის, ნათელ მირონი, მაგალითად გრიგოლ ლილუაშვილის ხუნდაძე, რომელიც თქვენ ახსენეთ, მანამდე სანტრედიელი ეს საბაჟო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე, ხუნდაძე და გრიგოლ ლილუაშვილის კურსელები არიან და გრიგოლ ლილუაშვილი ხუნდაძის მეჯვარე იყო. და აი ამ ხუნდაძის ძმას სახლში $1,300,000 ამოუღეს და მის სახელზე იყო 60 ბინა. რეგისტრირებული თბილისში, რომელიც დაახლოებით $3 მილიონი ღირებულების არის რა. ანუ ეს რო წარმოვიდგინოთ, აი როგორი ჭიდროდ შეკრული კლანი არის და როგორ აი ამ ფულს აკეთებენ და ეს ის საბაჟოდან, ეს ინფრასტრუქტურიდან, ეს სუსიდან, პაიკიძე, რა ქვია, ქვა კარიერის მოპოვებიდან და გზების დაგებიდან, ჰესებიდან და ასე შემდეგ. აი ეს არის როგორ დაკავშირებულია ერთმანეთთან და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ფულის ამოღებას, მაგრამ ჯერჯერობით როგორც ჩანს ამის წარმატებით ვერ ახორციელებს. ბიძინა ივანიშვილიც არის პრობლემაში არის რეალურად. კარგ მდგომარეობაში ბიძინა ივანიშვილი არ არის. შეიძლება ესე ხა ვიღაც შემოგვედაოს რომ ნაიდა არის კარგ მდგომარეობაში, ისევ ხელისუფლებაშია, ნახერა კანონებს იღებს, ნახერა როგორ გვარბებს, მაგრამ ეგ ზუსტადაც რომ სისუსტის გამოვლენა არის და მისი აი ეს ქეშის და ნაღდი ფულის წყურვილი რაც აქვს და ვერ დაიბრუნა და რის გამოც დაკომპლექსებულია, როგორც თვითონ ამბობს და ვერაფერს ვერ აკეთებს ქვეყნის სასიკეთოს ვერაფერს, არის რეალურად ძალიან დიდი თავის ტკივილი მისთვის. და დაერია ეხა ამათ რომ ფული ამოიღოს, მაგრამ ამასაც ვერ ახორციელებს და არის ამ შიდა კლანური ომის მომწრევად, სადაც ყველაფერი დადასტურდა კორუფციაზე, რასაც ვლაპარაკობდით აქამდე და მასშტაბებით კარგად დავინახეთ და გარდა ამისა ჩემი ღრმა რწმენით ძალიან დიდი დასუსტება არის ქართული ოცნების მონოლითურობის ღვევა არის ქართული ოცნების, რომელიც არასდროს არ ყოფილა აქამდე, არასდროს. და უბრალოდ მიმდინარე პროცესია, ჯერ შედეგებს ვერ ვხედავთ სრულად, მაგრამ დავინახავთ მაგ შედეგებს დარწმუნებული ვარ და ვერ გადაიტანს ივანიშვილი. აი როგორაა, იცი, მინიმუმ ხდება ის, რომ ვერავინ ვერ გამოვა დღეს ქართული ოცნება ხო არ შედგება მარტო კობახიძისგან და მდინარისგან რაღაც. ანუ ხალხისგან, რომელიც ყველაფერს იტყვის, ყველაფერს გააპროებს და ქართულ ოცნებას ყავს. ძალიან ბევრი მხარდამჭერი, გულწრფელი, რამდენად ალა გულწრფელი მაგას, ბევრი მხარდამჭერი რაიონებში, სოფლებში, ჩვენ სოფლებში, ჩვენს პატარა ქალაქებში და ასე შემდეგ და ამათ თავიანთ სამეზობლო ყავთ, თავიანთ სამეგობრო ყავთ. სუფრაზე ლაპარაკობდნენ, ბირჟაზე ლაპარაკობდნენ, რო იძახდნენ, რომ ჟურნალისტები იტყუებიან და აგენტები არიან და გამჭვირვალობის კანონი გჭირდება და ასე შემდეგ და ჩვენ აქეთ მხარო ვიძახეთ, რომ გამჭვირვალობის კანონი თუ გჭირდება და ჯერ ღარიბაშვილს მიადექით და იმას მოსთხოვეთ. ანუ იქ ის ადამიანი, ხო, აი პირობითად სადღაც სუფრაზე და სოფლის ბირჟაზე, ეხლა ესე წელგამართული რიხი ვერ ექნება რა, ვიღაცა ეთქვის, აი, მოდი რა ჩემოძმაო რა გაჩერდი რა, გამიჩერდი. შენ ხო იყავი რომ ღარიბაშვილს მადლობა მართლმადიდებლობის, შენ ხო იყავი რომ დავუშვათ კორუფცია არ არსებობს, ყველაფერი ტყუილია, იგონებენ, ახლა ამის დრო არა. ახლა შენივე არჩეული
ქართული ოცნება გეუბნება რომ კი ეს ხდებოდა. მასობრივად. რა ეს რომ საერთოდ რომ ყველა ეს საქმე თაროზე შემოდონ. საერთოდ არც ლილუაშვილი, არც ღარიბაშვილი არავის რო აღარ შეეხონ, ფაქტია რომ ეს ბრალდებები არსებობს, ფაქტია რომ ის ქეში ახლა შენი ბინიდან არ მოუღიათ და შენი ბინიდან არ მოუღიათ, ანუ ამ ყველაფერს უკვე უკან ვეღარ ისა რა, ანუ დაახლოებით რუსული გამოთქმაა რომ აი მან ხორცაკებში გაატარებ, მე უკან ვეღარ გადმოატარებ რა. შეუძლებელია ეს პროცესი უკან დაძრა რა, ანუ ეს ყველა ვარიანტში ხო მეტყველებს საკმაოდ სისუსტეზე მათ რიგებში. სტრუქტურულ და იდეოლოგიურ. კი, ყველანაირად. ბიზნესს აქვს სამი დაუძლეველი პრობლემა აქვს დღეს და ამ პრობლემების დაძლევაზე მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. და ამ მუშაობას ჭირდება ბიზნესს გათვლით შავი ფული. და ეს შავი ფული არის ის, რომელიც ამათმა იმ რაოდენობის არ მიიტანეს, რაც უნდა მიეტანათ. პირველი დაუძლეველი პრობლემა არის არაღიარება. ანუ ეს ადამიანები ლეგიტიმაციაში ხდიან ძალიან დიდ ფულს. აი რომ ჩავიდეს და სადღაც საელჩოს თანამშრომელს რაღაც კანცელარიის თანამშრომელთან სურათი გადაიღოს, ამაში ხდის ძალიან დიდ ფულს. ეს არის არაღიარების პრობლემა, რომელიც ვერ დაძლია. მეორე პრობლემა არის ეს არის აქციები. ანუ აქციები საქართველოში ვერ გააქრო, საზოგადოებაში ვერ ჩაახშო ეს მუხტი, რაებს აღარ აკეთებს, ყველანაირი კანონი, ანუ სუნთქვის გარდა ყველაფერი აკრძალულია. ანუ ტროტუარზე რო დადიხარ, ისიც გეუბნება, რომ იცი რა არის ამ ტროტუარის კიდე რაღაცა ნაწილზე იქით მიძი. ეს არის მეორე დაუძლეველი პრობლემა. მესამე დაუძლეველი პრობლემა გამომდინარეობს პირველი ორი დაუძლევლობისგან. ეს არის სანქციები. ანუ ამ ადამიანებს სანქციების ეშინიათ ძალიან. თქვენს რომ 300 საქართველოს სხვადასხვა პროფესიის, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი და საჯარო მოხელეები არიან დასანქცირებულები. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც დაასანქცირეს ეს ხალხი, იქ რაღაც გარკვეული კანონმდებლობა არსებობს, რომელიც იძახის, რომ არ არის ხა საჯარო, არ გეტყვი ვინ არის დასანქცირებული, მაგრამ დასანქცირებულები არიან. და ფაქტია, რომ ხო, აი 300 ადამიანი არის დასანქცირებული. კობახიძე ვიზის რიგში დგება. ხო, და მოლოდინი არის კიდე, რომ ბევრი დასანქცირდეს. ახლა რაც შეეხება დათომ რაც ახსენა ვიზის რიგი, ამ ვიზა ლიბერალიზაციაზეც ცოტა თემის შეცვლა გამომდის, მაგრამ ნახეთ, რიგი შემოაქვთ, რომ იცი რა არის, მოდი მშვიდობა იყოს და ვიზის რიგში დავდგებით. ანუ თითქოს რიგში დადგები და მოგიწევს და აიღებ. მე გროღო და მშვიდობას. არა, მან მნიშვნელოვანი რა არის, იცი? რიგით, ანუ მეათე ვიქნები და მშვიდობა იყოს, ხო ავიღებ, მეათე ხო ვიქნებ, მაგრამ ეგრე არ არის. ანუ რიგი კი არ არის აქ პრობლემა. შეიძლება საერთოდ არ მოგცენ ვიზა. ეგ არის აქ თავი. მნიშვნელოვანი პრობლემა, რომ უკვე როდესაც სავიზო რეჟიმზე გადადიხარ, რაღაცა გარკვეული რაოდენობა არსებობს ადამიანების, ვინც უნდა შევიდნენ იმ ქვეყანაში. აუ, გამარჯობა, იცი რა არის, ხვალ ფეხბურთია, ხო, ესპანეთს ვეთამაშები, აბა დამეჯავშნე ბილეთები და ხო, და ზეგ მივფრინავ, ან რა ძალიან ხშირია საქართველოს მოქალაქეები ძალიან ბევრი დაფრინავს და მიდიან საზღვარგარეთ, იმიტომ რომ იმკურნალონ. რო საქართველოში ვერ 50 კაცი წლიურად და აქედან მე-13 ევროკავშირში კარგ სერვისი და შესაბამისად მიდიან ევროკავშირში. ანუ ეხლა ვეღარ არის, იცი რა არის, გუშინ ხვალ ჩავეწერე საფრანგეთში და დღეს მივფრინავ, ნულას უკაცრავად. იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად მაქვს ის პერიოდი გავლილი, როდესაც გერმანიის საელჩოს რიგში ვიდექი და ვერ რაღაცა პროექტის განხორციელება გვინდოდა და რო შევედით მაშინ ელჩი მეგონი მაიერი იყო, ზუსტად არ მახსოვს კონსული, ერთს ვიზა მისცეს და მე მომცეს და იმას არ მისცეს, ანუ არ გამოდიოდა რაღაც ორივე უნდა წავსულიყავით, რომ რაღაცა გაგვეკეთებინა, რაღაცა ჩვენი რაღაც პროექტი გქონდა და ესეთი პრობლემები იყო მუდმივად. მე ჩემსასრობა და გავუვიდა იმას მისცა და მოკლედ სწავლასთან დაკავშირებით, ხო, აღო სწავლა რო უნდათ, ოჯახის ერთ წევრს აძლევდნენ, მეორე ვიზას ვერ იყავ. პრობლემაა, როდესაც სავიზო რეჟიმში გადადიხარ, უკვე მანდ რიგის პრობლემა არ არის, საერთოდ მიიღებ თუ არა ვიზას, ეგ პრობლემაა. ასე რომ ეს სანქციების ამბავიც მაგ თაშინებთ და სანქციები და ქვეყანაში არ შესვლა მარტო მოგზაურობა არ არის და ჩვენ სხვაშორის ძალიან ხშირად ვიძახით, ვიცი რა, სამოგზაურო შეზღუდვა არ არის. სანქცირებული ადამიანი არის, რომ მის ქვეყანაში არ უშვებს, იმიტომ რომ ის ადამიანი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. საშიშია იმ ქვეყნისთვის, ანუ აი გერმანია რო არ უშვებს ვიღაცას, იმიტომ არ უშვებს, რომ საშიშია იმ ქვეყნისთვის. იცი რა არის, მოგზაურობა შემიზღუდეს და აი წავალ რაღაცა ჩემს რუსეთზე რო თქვა რაჭიდან არის წარმოშობით და აი წავალ აგერ სორში ვიქნები, სოფელი არის მაგისი. ეს კი არ არის პრობლემა, რომ ის სორში იქნება
პრობლემა არის ის, რომ მურუსიძის ნაირი ადამიანი შეშვება არ უნდათ ევროპაში, იმიტომ რომ ის ადამიანი ხელს უშლის დემოკრატიას და მის იქ ჩასვლა იმ საზოგადოებისთვის არის შეურაცხყოფა. ანუ აი ეს არის სანქციები რეალურად. და დათომ რაც თქვა, ეს არის ის, რომ ფული გაუჭირდათ ფული. შესაბამისად, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა სამი დიდი პრობლემა რო არის, ეს სამი დიდი პრობლემა წარმოშობს ასევე ფინანსურ პრობლემებსაც და ამ ფინანსურ პრობლემებს და ფინანსურ ხარჯს სჭირდება შევსება. და რო გადახედა ბიზნესამ და დათვალა, ნახა რომ ამ ხალხს ძალიან დიდი ფული აქვს ნაშოვნი. და შესაბამისად დააკლდა სადღაც. ანუ ხო რამოდენიმე შავი სალარო არსებობს, ხო ქვეყანაში. პარტიისთვის შავი სალარო ცალკეა, ბიზნესთვის შავი სალარო ცალკეა, რაღაცების საკეთებლად შავი სალარო კიდე ცალკეა და ასე შემდეგ და იქ ფულის ნაკლებობა იგრძნობოდა. აი კობა გაბუნია ხო რომ დაიჭირეს. კობა გაბუნეს ადვოკატი რომ გამოვიდა პირველი რა თქვა იცი რომ კობა ვარიო გაკვირვებულიო. ვერ ხვდება რაზე დაიჭირესო და ეს ის სიტყვები იყო, როდესაც ადვოკატი და კობა მართალი იყო. იმიტომ რომ ვერ მიხვდა რაზე დაიჭირეს ის, რასაც აკეთებდა, უთხრეს რომ უნდა აკეთო. ანუ ლეგალური იყო მისთვის კორუფციის კეთება. მას უთხრეს რომ აქ არის მწვანე. უბრალოდ ფიზიკურად გამორიცხულია რომ ვინმე კორუფცია, აი ესე ამხელა თანამდებობის პირები კორუფციაში ჩაერთნონ და რაღაცას მალულად აკეთებდნენ, ეს რო არ ყოფილიყო სისტემურად გამართული. უბრალოდ დავაზუსტოთ, კობა გაბუნია ეს არის ლილუაშვილის გარემოს ტიპი, რომელიც ქართლაძის მოადგილე იყო ბოლოს, მაგრამ მანამდე იყო სუსის დასავლეთის და წარმოშობით ვანელია ეგეც. წარმოშობით ვანელი, შემდეგ ქუთაისში ცხოვრობდა თორე. კი, ისე როგორც ქართლაძე. სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აწყო და საათივით მუშაობს. ეს არის კორუფციული სისტემა დღეს საქართველოში. სხვა არაფერი არ მუშაობს და არ არსებობს სახელმწიფოში წარმატებული რეფორმა, წარმატებული პროექტი განხორციელდეს, როდესაც ქვეყანაში გაქვს კორუფცია. ფიზიკურად არ არსებობს. უბრალოდ ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ფულს უტეხავდა არა მარტო სახელმწიფოს, არამედ ბატონს. მონებმა დაიწყეს ბატონზე კარგად ცხოვრება. ან ბატონს მიუახლოვდნენ თავიანთი ფულის რაოდენობით და შეიქმნა ამის საფრთხე. ეს ადამიანები, რომლებიც თანამდებობაზე არიან, მოდი ესე შევხედოთ, აი მარტივად რო გავიგოთ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სერვისი. ესენი არიან სერვისის მიმწოდებლები. და შესაბამისად ამ სერვისის მიმწოდებლებმა მე ცოტა მეტი გამოართვეს სერვისში და ვერ გაიგო ბიძინამ და ბოლოს შეხედა კი, ესე. დეშიშები იმან გაამწვავა, რომ პირდაპირ ვთქვათ, რომ $1 მილიარდი ვერ დაიბრუნა კრედიტ სუისიდან. სადაც ეს ქონდა ნაღდი ფულის სახით შენახული, ეს არ ყოფილა რამე სხვა ტიპის ქონება. ეს ფული მან მოიგო სასამართლოებში ფორმალურად, მაგრამ $1 მილიარდი ეს ღირებულების ნაღდი ფული ვერ დაიბრუნა, იმიტომ რომ არის სანქცირებული. სხვათა შორის აი შენ ვთქვი, რომ ნაღდი ფულიო, ჩემმა ერთმა მეგობარმა მომწერა და ძალიან სწორი რაღაცა მომწერა. ბიძინამ შოვა თავის დროზე დიდი ფული რუსეთში, მაგრამ ამის შემდეგ ანუ ბიძინა როგორც დიდი ინვესტორი, ბიძინა არ არის მართლა დიდი და წარმატებული ინვესტორი. ანუ 2004 წლის მერე შენ რომ აქციებში სწორად დაგებანდებინა ფული, აი პირობით დავიღოთ Tesla-ს აქციებში მარტო რომ ჩაგედო ფული და SpaceX-ის, ხო? დღეს ბიძინა უნდა იყოს ერთ 20, 40, 100 მილიარდიც კი შეიძლება იყოს თუ სწორად დააბანდებდი აქციებს. ხო ეხლა მას ბუნებრივია ექნებოდა ამის საშუალება რომ ეხლა თავისი აქციები, ანუ თავისი ფულით დაებანდებინა სხვა აქციებში. რაშიც ქონდა დაბანდებული ბიძინას ამ გაზპრომი და რაღაცეები, ну პრინციპში დიდად მომგებიანი არის. ანუ ბიზნეს ქონება გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო მას რომ თავისი ფული დაებანდებინა აქციებში და სხვა რაღაცებში. მან მართლაც ალბათ ქეშად შეინახა კრედიტ სუისში და ნანჩენი ხელოვნება და უძრავი ქონება და ხა უძრავი ქონების ღირებულება თუ პირობითად რაღაც აქციულ ქვეყანაში რუანდაში არ დააბანდე და მე რუანდა არ გახდა რაღაც ეკონომიკური სასწაული ხო ისეც არის ეგეც უნდა ეხლა მაგალითად $500 მილიონი ნახატები ხო შემოიტანა საქართველოს რის გამო ოფშორების კანონი მიაღებინა და არ გადაიხადა $100 მილიონი იმაში ეგ კაცი რო ეხლა ეგ რო დასანქცირებულია ბიძინა ეგ $500 მილიონი ნახატები არის ალბათ ახლა $100 მილიონი იმიტომ რომ ვერ გაყიდის ეგრე თავისუფლად გასმის შავ ბაზაზე თუ გადაყიდის მაგას ეხლა უჩუმრად და მისი აი ეს ნახატების ღირებულებაც არის განახევრებული და შემცირებული იმიტომ რომ დასანქცირებული არის გასმის და დასანქცირებულისგან არავინ არ იყიდის ანუ პიკასოს და როი ლიხტენშტაინს ვერ გაყიდი ახლა ესე რა იცი რა არის ნახე დახუქვეშიდან გარკვეულ წილად ყოველ შემთხვევაში საერთოდ ვერ გაყიდის იმიტომ რომ სანქცირებული არის და მისგან ვერანაირად ვერ იყიდის გარკვეულ წილად 2024 წლის არჩევნების შემდეგ და ჩვენი პარტია იყო ერთ-ერთი პარტია რომელმაც სწორი ნაბიჯები გადადგა ეს იყო ლეგიტიმაციის გაქრობა
და ანუ არალეგიტიმურად ცნობა ამ პარლამენტის ბიზნეს ივანიშვილს ძალიან ბევრი პრობლემები შეუქმნა. ანუ ეს ლაღად ვეღარ არის. ჩვენ ხო უყურებთ რომ ეგრე არ არის. ეგ მე შემიძლია ჩემი საჯარო სამსახურის და მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს წასული გითხრა რომ ჩვენი წარგზავნილები ელჩები მოდი არ ვიცი რა უწოდო მაგრამ სხვა ქვეყნებში თანხმდებიან შეხვედრებს რომლებიც მათ სტატუსით არ შეესაბამება. ანუ შენ რომ ხარ ელჩი საფრანგეთში და ხვდები სამინისტროს მრჩეველს დაახლოებით იგივეა რომ აი გენერალი ხვდება ლეიტენანტს ან სერჟანტს. ეს ხო აი ეგ შეხვედრები არის ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის გათვლილი შეხვედრები. კი, მაგრამ უყურე აი ეს არ არის საერთაშორისო შეხვედრა. ქართული ოცნების ამომრჩეველიც რო იყო მესო რა. ანუ აი ხვდები რომ რაღაც ვერ არის. ხვდები რომ რაღაც ვერ არის. ანუ შენ უნდა ხვდებოდე შენს დონეს. და კანადაში რო ხარ შარჟ დეფერს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი რუსულ კანონს ხმავინც მისცა სალომე ქურასბედიანი კანადაშიც კი ბიჭო შეხვდნენ უნგრეთის ელჩს. ანუ ეგ ერთი წელი ვიყავი ბუდაპეშტში რა ვსწავლობდი და მე ნახდა არ ვიცნობ აშკარად ბუდაპეშტის ისე როგორც ესენი იცნობენ რა იმდენჯერ არიან ჩაქანებულები რა ანუ აი რავი თბილისის ზღვაზე არ იქნებიან იმდენჯერ ამყოფი რამდენიც ბალატონზე ალბათ რა ანუ სულ უნგრეთში ჩადიან და ეს ქურასბედიანიც კი კანადაში ხვდება უნგრეთის ელჩს ბიჭო კატასტროფა ანუ ეგ აქედანაც ჩანს ანუ რაც უნდა მომხრე იყოს ეს ამათი მიხვდები რომ რაღაც ვერაა 2024 წლის მერე რამდენ საელჩო სჭირდება რაღაცა ხელის შევლება და მარტო უნგრეთი გაარემონტეს. უი ეგ არის. მარტო ეგ მუშაობს და ეხით. მარტო ბუდაპეშტი გაარემონტა და ხო ანუ წარმოიდგინე ეს რამდენი კორუფცია და რაღაცა რო არა ჩვენ რაც საელჩოებში ქვეყანა რო ფულს იხდის ხო ელემენტარულად ამდენ საელჩოს იხიდდი მაგრამ ამდენი უმწეო ყავს და ამდენი ადამიანის დახმარებას იღებს მათ ხოვრა და აქცეული. დავამატებ მაგამ ბოზე რომ აი ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რასაც იმაშვრებიან ხოლმე ძალიან აქტიურად მის ამომრჩეველს მიყიდიან რომ საქართველოს იზრდება 9-10% და ეკონომიკური ბუმი გვაქვს და აი ამ პერიოდში როცა ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მქონდა ფურცელზე 2021 წლიდან დღემდე საქართველოსთან ემიგრაციაში წავიდა 160,000 ადამიანი ქართველი 160,000 ქართველი და სიღარიბის ზღვარს მიყვა ყოფი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა და 700,000 ადამიანი არის დღეს ესეთი ვინც იღებს აი ამ საარსებო შემწეობას დაახლოებით 200,000 ქართული ოჯახი და ეს ხდება იმ პირობებში როცა გვაქვს 9-10%-იანი ეკონომიკური ზრდა და რაღაცა ეს კლიანში და კაპიტალი და საქართველოს ბიუჯეტი ფორმალურად იზრდება მაგრამ აი ამ კორუფციულ მასზე ახლა ყველაფერმა რაც თავი იჩინა და გამოაშკარა ვიცი და რაც ჩვენ საუბრობთ წლების განმავლობაში მე მგონი კარგად აახსნა და კარგად აგვანახა ყველას რატო არის ამ ქვეყანაში მზარდი სიღარიბე და მზარდი ეკონომიკა ფორმალურად მზარდი აყოთ იმიტომ რომ ეს ფული და ეს კაპიტალი რას ტრიალებს აი ბესომ თქვა იმის არ იყოს ამ მანქანებმა როგორც ჩაგვიარა ჩვენ ქართველებს გვერდით რეექსპორტის დროს და ჩვენ არაფერი არ ხვდება და საქართველოს მოქალაქეები ამით ვერ ხეირობენ ისევე არის ნებისმიერ სხვა სექტორში არანაირი ასე ვთქვათ სარგებელი ხალხს აქედან არ აქვს ხალხი ამ ქვეყნიდან გარბის და ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდები და ეს რაღაცა კაპიტალის ტრიალი არის ერთი კლანიდან მეორე კლანში, კლანის ჯიბეში, ივანიშვილის ჯიბეში ტრიალი საბოლოო ჯამში მოქალაქეებს აქედან არ ხვდება არაფერი და ეს არის კორუფცია. მეტი არა. ეკონომიკური პარამეტრების манипуლირება ხო ძალიან მარტივად შეიძლება რა. ხო რაღაცა კვარტლების სხვადასხვა კვარტლებზე შედარება, სხვადასხვა წლებზე შედარება, ან მოსახლეობა დათვლილი არასწორად. ხო, რაღაცებს ანუ ეს ამის манипуляცია არის ძალიან ადვილი. თან თუმცა სამსაქმეში ჩახედული ხარ, კარგად იცი რომ ეს შესაძლებელია. საქართველოს მთავრობას არ შეუძლია ერთადერთი რაღაცის манипуляცია. ეს არის განცხადებების რაოდენობის. და სოციალურად თავისუფლად ანუ სოციალური მომსახურების სააგენტოს 1,200,000-მა დაახლოებით 1,200,000-მა ადამიანმა განცხადებით მიმართა ქვეყნის მესამედმა რომ ჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ანუ ეს ხო ისეთი ციფრია რომელიც თვეებზე ან არაფერს არ ადარებ. უბრალოდ თვლი რამდენიმე ადამიანმა მიმართა. დაკნე 700,000 იღებს ამ დახმარებას, იმიტომ რომ რაღაცა იღებს. 695. რაც 20%-იანი მოსახლეობის. ეს არის ყველაზე მარტივი, ასე ვთქვათ, მარკერი რა, მარტივად გასაგები არის რა. რო არ უთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ თვეს შეადარე, იმ თვეს შეადარე, აი ოქტომბერში როგორ იყავი, ახლა სექტემბერში როგორ ხარ. არა, ძალიან მარტივი არის რა, 1,200,000 ადამიანმა განცხადება გააგზავნა, რომ ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს დახმარება. და რატო ჭირდება? იმიტომ რომ რაც აქ ის აღარ ყოფნის, ან სამსახური დაკარგა და შესაბამისად ჭირდება სახელმწიფო დახმარება. და ამ ბიუჯეტშიც ფული სად არის? ხო, საიდან შედის ჩვენ რასაც ვაკეთებთ, იქიდან შედის. ჩვენ თუ სამსახურებს ყარგავთ, ესე იგი ის
ის ვეღარ იხდის იმპულსს, ანუ ეკონომიკაში რაღაცა ბიზნესები ვეღარ მუშაობს, იმიტომ რომ აღარ ჭირდება თანამშრომლები და უშვებს სამსახურიდან და სად არის ეს ეკონომიკური ზრდა? ანუ სადღაც დაიკარგა. ჩემზე ასე ვთქვათ, ჩვენზე საქართველოს ასე ვთქვათ მოქალაქეებზე არ აისახა კომპანიებზე არის სახება, არსად არის სახება. ლილუაშვილზე, ქართულზე და ივანიშვილზე. ისახება ვიზე ხო პრემიერ-მინისტრი, რომელსაც 6 მილიონი უბრალოდ სახში ედო. შენახული ქონდა რა, სახარჯო ფული ქონდა. სახარჯო იყო ის 6 მილიონი. თორე საქმის ფუდა დაანჩენები ჩადებული არის ლეგალურ ეკონომიკაში. ანუ დღესაც აი ეხლა ამ წუთას ხო მოპარული ფულით გაკეთებული ბიზნესიდან შემოსავალი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს. აი ეხლა ამ წუთას, იმიტომ რომ მისი გარემოცვის არც ერთი ბიზნესი არ არის გაჩერებული. აღარ შენ მოიქნები ძალიან დარწმუნებული, რომ ეგ ფული მარტო საქართველოს ბიზნესია ჩადებული რა. თორე რაც შეეხება გარემოცვის ბიზნესებს, ხო მექნებოდა მაგასაც კითხვა, ანუ რა ბიზნესებზე საუბარი, რა ბიზნესებია ჯერჯერობით აი ესეთი რაც მის გარემოცვას მიეკუთვნება ჯერ. ნახე, ჩვენ ვისაუბროთ ის, რაც საქართველოს იურისდიქციაში არის შესაძლებელი რომ შემოწმდეს. თორე ხარ მაგალითად ბიძინა ივანიშვილი რო ვირჯინიის კუნძულებზე რაღაცა კომპანიას ფლობს, იქ არის თორა ბიძინა ივანიშვილი ბოლო ბენეფიციარი კაცშვილმა არის. იქ კიდე ვინ არის მასთან ერთად ვინმე ვიცით? იქნება სხვა ბევრი რუსი ოლიგარქთან ერთად ფლობენ რაღაცებს, ეს ხო? ანუ იქით ხო ჯერ არ გაგვიხსნია, არ გახსნილა არაფერი. აი აქ რასაც უყურებთ, რაც აქ ხელმისაწვდომია, რასაც აქ ჩვენ ვიგებთ და რასაც აქ ჩვენ ვუყურებთ, ხო? ანუ საუბრობთ იმ პრობლემებზე და იმ გარემოცვის ბიზნესებზე გეტყვი, მოკლედ ახსენა ბესომას და დავამატებ. მაგალითად ღარიბაშვილის სიმამრო, ლექსო თამაზაშვილი გარდა იმისა, რომ აი ცოლისმა უბრალოდ გარდა იმისა, რომ ყურძნის შემსყიდველი ბიზნესი აქვს და აი ამ კახეთში რთველის სუბსიდიებშიც მოყოლილია მის კომპანია რა ერთხელ მაგალითად 2024 წელს ირაკლი კობახიძემ ესე იგი მაშავერას ხეობაში ჰესის აშენების ლიცენზია მისცა ლექსო თამაზაშვილს და ეს ჰესის მშენებლობა დაიწყო და ანუ ჰესების ბიზნესშიც ასე თქვათ ფიგურირებს ლექსო თამაზაშვილი და ღარიბაშვილის გარემოცვა მაგალითად დაკავებული ბიჭიკო პაიკიძე რომელიც ლილუაშვილის გარემოცვა არ დაკავებული გაქცეული ბიჭკო პაიკიძე ვანში ორ სოფელში აქვს ქვის მომპოვებელი კარიერი ეხა უბრალოდ გაუჩერდა იმიტომ რომ გაიქცა ამ ქვეყნიდან მაგრამ ამ ასე ვთქვათ ორი სოფელი მიადგა დაანგრია ორი სოფელი და აქედან წლიურად ქონდა დაახლოებით 20-25 მილიონი ლარის მოგება მხოლოდ აი ამ ქვის კარიერის მოპოვებით და მე ამ ქვის კარიერით მიდიოდა და აშენებდა აი ამ გზებს რასაც ვესოყვებოდა და რის გამოც დააკავეს მე მისი კომპანიის ფლობელები ხო საბოლოო ჯამში ანუ აი ესეთი ბიზნესები არის მაგალითად ლილუაშვილის კიდე ერთი ახლო გარემოცვის წევრი აგრეთვე ვანიდან წარმოშობით იაში ჩაჩუა რომელსაც აქვს კომპანია ილი ჯგუფი ამ კაცს აქვს 270 მილიონი ლარის ტენდერები მოგებული აი კვების მიწოდების სერვისისთვის პენიტენციურ სამსახურმა გადაუხადა 100 მილიონი ლარი კვების უზრუნველყოფისთვის სკოლების რაღაცა საჯარო სექტორში თუ რაიმე საკვები იყო შესული ხორცი როა შესული ციხეებს და მათ შორის მის კომპანიებიც ფიგურირებდა ეგეც მათ შორის მაგრამ ამ ბიზნესშიც ჰქონდა აი ამ კაცის გარემოცვას ლილუაშვილის გარემოცვას ინტერესები და 270 მილიონი არის უზარმაზარი თანხა რომელიც მიიღო ტენდერების სახით ძირითადად და აი ყველა სექტორში რაღაცა ეს ასე ვთქვათ კვერცხები ჩადებული და მათ სარგებელი ხალხს არანაირ საინტერესო თემაზე საუბრობთ და მაქვს შემდეგი კითხვა რა ანუ ხა იქ ვანი მარტო ვანი არ არის ვთქვათ საქართველოს და საქართველოს ყველა რეგიონში პრაქტიკულად დაბრუნებულია ფეოდალიზმი. ეს ვთქვათ რა ერისთავები და ერისთავები ზეპურნი მამანი და დედანი რა თუ დაუშვებთ და ძალიან ლოგიკურია დაუშვათ რომ ამ ეტაპზე არსებობს ნაღდი ფულის პრობლემა ხო ანუ არც ბიზნეს არ აქვს იმდენი ნაღდი ფული რამდენიც საჭიროა და შეიძლება არც პარტიას პირობითა დავიღოთ რა როდის მიადგებიან ან რატომ არ მიადგნენ ეს ვთქვათ ადგილობრივ ფეოდალებს ხო იმიტომ რომ აშკარად ხა მაგათაც არ აქვს ცოტა ფული ნაშოვნი და არც მანდ მგონია რომ მაინც პატიოსნად მიქონდათ ქურდულ ოფშიაკში რა ან პარტიაში თუ ბატონ ბიძინასთან და აი შემდგომ მართლა ხა თუ უახლოესი გარემოცვა მაგ შვილივით რო გამოზარდა ეს ღარიბაშვილი და აი ამოწიე დასვი ორჯერ პრემიერ-მინისტრად და მიეცი სრული ძალაუფლება ეს და ლილუაშვილი თუ გიტეხავენ ფულს იქ შენთვის სრულიად უცნობი ტიპი რომელიც ორგზის ნაცების დეპუტატი იყო და ეხა შენთან არის ორგზის ან ბატონი ერთხელ უკვე შეიცვალა და მორალური პრობლემა ბატონების შეცვლა არ არის
ის რატო არ მოგიტეხავს, ხო? ანუ როდის მიადგებიან რეგიონალურ ფეოდალებს, ან რატო არ მიადგნენ აქამდე? და მეორე კითხვა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა გაგრძელება ექნება ამ კორუფციულ თემებს? გასაგებია და შენაც თქვი, რომ ჯერჯერობით თქვა ლილუაშვილი თუ ქარსელაძე ფულს არ აძლევენ, იმიტომ რომ მისცენ მე მაინც გარანტია ნული აქვს, მაგრამ ნუ ეს სადღაც უნდა დასრულდეს, სადღაც უნდა გაწყდეს, ან ლოგიკურად ეხა ჟანრი მოითხოვს რა, სტანისლავსკის გამოთქმის არ იყოს, თოფი თუა დაკიდებული ხალიჩაზე იმ თოფა როდესაც უნდა გაისოლოს. პირველ ეპიზოდში თოფი თუ გამოსდა, მეორე ეპიზოდში მესამეში უნდა ისოლოს რა და ანუ ისევ და ისევ ხა უკვე ქართული ოცნების ამორჩევლად იცის რომ რაღაც დიდი ფული ტრიალებდა კორუფცია და ასე შემდეგ და ნუ ამ დროს ვიღაცას იჭერენ აქტივისტ თუნდაც არა აქტივისტო 500 ლარიან კორუფციაზე იჭერენ ვიღაც თანამშრომელს მერის აქტივისტს იჭერენ ტროტუარზე დგას და ამ დროს ღარიბაშვილი ხელ-ხელ გადახოვებს რაღაც გრიალებს. ამ ეს არ გამოვა რა თავიანთი აუდიტორიისთვისაც კი ჭირდებათ რომ რაღაც შედეგი ამ მიმართულებით დადონ და ანუ ორი კითხვა მაქვს რა პრინციპი პირველი რეგიონალური ფეოდალები და მეორე აი რა გაგრძელება ექნება ამ ყოველთვის. რეგიონალურ ფეოდალებს არ ქონდათ იმხელა გაქანება და იმხელა ფულზე წვდომა რა ფულზეც და გაქანებაზეც და ასე თქვა თანამდებობრივ კონტროლზე წვდომა ქონდა ლილუაშვილს, წვდომა ქონდა ღარიბაშვილს, ქარსელაძეს. ქარსელაძე ხელმძღვანელი იყო ისეთი სამინისტროსის, რომელიც წელიწადში ხარჯავდა 4 მილიარდს ბიუჯეტიდან. ჯამში 18 მილიარდი განიკარგა მისი მინისტრობის დროს. 4 მილიარდს ხარჯავდა. 18 მილიარდი მარტო ქარსელაძე. კი. და ეხა რავი ვიცი ახალციხის მერს რა უნდა მოთხოვე ხა ახალციხის მერი სადღაც 30 მილიონში თამაშობს რა ანუ 30 მილიონის 10% შესწიცინებს ეხლა რაღაცნაირად რომ იქიდან ატკატი წამოვიდეს რავი რა თქმა უნდა ეხა ამათი გაქანებები და ფულზე წვდომა და შესაძლებლობები სხვა არის მაგრამ სქემა იგივე არის ხო ეხლა მაგალითად მე შემიძლია მარტივად მოგიყვე გოჩა ენუქიძე ხო ეს ადამიანი არ ყოფილა ხარ რო გითხრა ხო რომელიც არა ახალციხის მერი ზუსტად გოჩა ენუქიძე იყო ორგზის ნაცების დეპუტატი კი ხო და ეს გოჩა ენუქიძის მაგალითად კომპანიას ნავთობის ბიზნესშიც არის მაგალითად სადაც იყო მაჟორიტარი იმ ოლქის მუნიციპალიტეტები ყიდულობდნენ მისი კომპანიისგან საწვავს პირდაპირ მიყიდვის წესთან ერთ პირთან მოლაპარაკებით ლენტეხის ცაგერის და ასე შემდეგ. აქედან ქონდა მას საკმაოდ მაღალი შემოსავალი. შემდეგ ამ შემოსავლიდან რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქონდა ფაქტობრივად შემოსავალი, ხო? მაგრამ ის რომ ხა ენუქიძეს უფრო მეტ ფულზე მიუწვდებოდა და გავლენაზე წვდომა ვიდრე ლილუაშვილს, ეგრე არ იყო, ანუ ლილუაშვილს შეეძლო ბიძინა ივანიშვილის თანხმობის შემთხვევაში ნებისმიერი თანამდებობის პირი დაეკავებინა საკუთარ კაბინეტში. გაეკულაკებინა. ხო, ასე რომ ესე ვერ შევადარებთ. ხოლო დანარჩენები ხა რაღაც ნახე როგორ არის ამ ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ ფეოდალებზე რაღაცა გარკვეული აი როგორ გითხრათ აი მასე არიან რაღაცა თქვა მიბმულები რა რაღაცა კაუჭზე ხო რაღაცა მანძილით შეუძლიათ მისვლა ფულთან ძაღზე რო არის შებმული ხო იცით მოკლე და გრძელი და საყელური სანამდე გაუშვებს რა აი ეს არის ანუ კონტროლს დაქვემდებარებულები არიან და ხო მათზე როდის გაჩერდება ბიძინა ივანიშვილი არ ვიცი როდესაც არის მაგის გათვლა რომ აი ახლა მაგალითად ვის დაიჭერს ხო იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი გადმოსახედიდან უყურებს საფრთხეებს და თავის გადმოსახედიდან აფასებს რისკებს. ანუ მას როდის ექნება საფრთხე და მას როდის ექნება შემდეგ რისკები როგორი არის. ანუ ჩვენ ახლა ესე ბიძინა ივანიშვილი ლილუაშვილს რას უზავს არ ვიცით, მაგრამ გამოძიებიდან გამომდინარე, რასაც ახლა უყურებთ, ხო? და ანალიზს აკეთებ, რომ მის გარშემო ყველა დაიჭირეს და ეს ერთია დარჩენილი, ხო რა, შეიძლება არასდროს არ დაიჭიროს, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში ლილუაშვილი. მაგალითად არ დაიჭიროს, იმიტომ რომ არ უნდა სიტყვაზე ზედმეტი თავის ტკივილი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს. ანუ რაც ბიძინა მიცის ჩინოვნიკებზე, ზუსტად იგივე იცის ლილუაშვილმა. მიუტანა ორიგინალი ივანიშვილის კოპირებული დაიტოვა თვითონ. მათ შორის მოქმედ ჩინოვნიკებზე იცის, რომლებიც ამ დაჭერებს ახორციელებენ. ასულ ჩინოვნიკებზე, ანუ ლილუაშვილი იყო, რომელსაც ამბები მიქონდა ბიძინა ივანიშვილთან. შესაბამისად, ხო? მასთან ასხორჩებოდა ეს ამბები. რაღაცა მეხსიერების ბარათი თუ არა აქვს გონებაში ხო იცის ახლა ვინ რამდენი სად მიიტანა და როგორ მიიტანა.
ანუ ახლა ლილუაშვილი ეს რაღაცა თავში წამოარტყა და უცებ შეაგდო სადღაც არ არის ცოტა ისე მარტივი. რაღაცა რისკებსაც თulis ბიზნე ივანიშვილი და როდესაც დაინახავს რომ ბოლომდე გაანეიტრალა ის და ანუ რისკი აღარ არსებობს, ან დაიჭერს ან ქვეყნიდან წავა უცებ იტყვის რომ იცი რა თურმე გაიქცა, აი პაიკიძის შემთხვევაში, ხო, და დაკითხეს და მე თქვეს რომ იცი რა არის ძებნას ვაცხადებთ, რა ვიცი, აქ არ ყავდათ. ხუნდაძეს გაიქცა. ხო, ან ხუნდაძე წარმოუდგენელი ამბავი არის ის რომ დღეს თქვა რომ ვიღაცა გაექცა თამათ, ხო, ანუ საზღვართან რომ მიხვალ ჯუანშერი მოაბრუნეს უკან. ანუ საზღვარიდან. ჯუანშერი ბურჭულაძე როგორ დააბრუნეს, ხო, თურქეთის საზღვართან იდგა, მიდიოდა და უკან მოაბრუნეს. აი ზუსტად ისე ნებისმიერ საქართველოს ხო აი აქტივისტებს და რა ვიცი, ოპოზიციურ ლიდერებს. საერთოდ მაღალია იმ პირთა რიცხვი, რომლებსაც დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი, რა, დასწრებულად არ ხავდა. თან კიდე ივანიშვილი ხო ტიპია რაღაცაზე გაბრაზდა რა. აი რა ვიცი შეიძლება რაღაცაზე გაბრაზდა რა. სადღერძელო არ მოეწონა ვიღაცის და აი გაბრაზდა და всё მორჩა იქ. მაჩოს იმას გაბრაზდა და სანქციებს ვიღაცეები მის გარშემო, ისე როგორც თვითონ დასანქცირდა. მაჩოს ლილუაშვილი და ღარიბაშვილი უპირველესად. ეგ ხო რაღაცა გარდამავალი პერიოდი იყო, რაღაცა ის წავიდა ის რაღაცა გაძრნენ რა, ასე რომ. ანუ ამათი მხრიდან ეს თქვათ ფულის მოტეხვას პირდაპირ ჟარგონით დაემატა პოლიტიკური ეჭვიანობა. ის რომ შეიძლება ესენი ლაგდებოდნენ დასავლეთთან. აი ბიძინა ივანიშვილიდან წამოსული ტიპები, რომლებიც 2016 წელს რო გამოეცალნენ 2020-ში, ანუ აი საპარლამენტო სიებში რო ვეღარ მოხვდნენ და დღეს რამოდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციაშიც არის. და მანამდე სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა ივანიშვილი, მანამდე ვინც მუშაობდა მასთან, ანუ ყველა იძახის რომ ეგ ადამიანი არის ეჭვიანი. შესაბამისად ეხლა მეც დათომ თქვენ ხარ დავждეთ ახლა ეჭვიანი ადამიანის ის ვარჩიოთ, ეხლა ვიზე იეჭვიანებს ხო? ნუ ეს ვერსიები, ხო, ვერსიები რომელიც დამაჯერებელი არის, იმიტომ რომ მართლა მარტივი რაღაც არის. ჩვენ ვიძახდით რომ კორუფცია არსებობს. შემდეგ ეს ადამიანი რაღაცაზე გაბრაზდა ღარიბაშვილზე, რაზე გაბრაზდა? ფული მოუტეხა, პარტიაში რაღაცა მცირე კიდე ჯგუფის პოლიტიკური გავლენა მოიპოვა. თანამშრომლ ამერიკელებთან თუ არა? თანამშრომლ ამერიკელებთან დალია და ბიზნეს შეაგინა. ანუ არავინ არაფერი არ იცის, ხო? ამის შესახებ და რაღაცაზე გაბრაზდა და მე ვნახეთ რომ თურმე ღარიბაშვილი ყოფილა. ოღონდ ჩვენ ხო ღარიბაშვილმა თქვა კორუმპირებული ვიყავი, ხო? თვითონ მივიდა და თქვა, თან 6 მილიონი სახში ქონდა. მან ერთსაც დავამატებ, დღეს ისე გამოვიდა, რომ ივანიშვილის კარზე თუ სანქცია გაქვს, რაღაცნაირი ინდულგენცია არის აქ შენთვის. აი გომელაურის მაგალითად შეგვიძლია გავხსენოთ, გომელაურიც აი ამ გაშვებების იმაში მოყვა, ასე ვთქვათ, ტალღაში ლილუაშვილთან, ღარიბაშვილთან და სხვებთან ერთად, მაგრამ გომელაურს არ ერჩის ბიძინა ივანიშვილი, ისე როგორც სხვებს ერჩის და ფაქტობრივად მე რაც ვიცი თავი აქვს დანებებული, გომელაურზე დიდი სანქცია არ ადებს არავის. ხო, მაგნიტსკის სიაში არის გომელაური შეყვანილი და მე რაც ვიცი, როცა ამ რაღაც მასთანაც იყო სანქცია ფულის მოთხოვნაზე და აი ამას ბიძინას მხრიდან რეპრესიებზე, მან პირდაპირ ის თქვა, რომ ყველაფერი გავაკეთე რაც გინდოდა და დასანქცირებული ვარ ყველაზე ცუდი ფორმით და კიდე მე რამე უნდა გადავიხადო? და საბოლოო ჯამში აი ამით ის გადაურჩა ამ ივანიშვილის დაკავებებს და რეპრესიებს, მაგრამ ლილუაშვილის და ღარიბაშვილიც არ არის დასანქცირებული, ისე როგორც დავითაშვილი არ იყო დასანქცირებული, რომელიც გაუშვა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან და ასე შემდეგ. ანუ ეს უკვე ივანიშვილის ეჭვიანობისთვის საკმარისად მეტი არის, რომ ამ ხალხს დაერიოს და რაც შეეხება შენ შეკითხვას, რომ ფეოდალებს რატო არ დაერია? ხო, პრინციპში ბესომას სწორად თქვა, რომ პირველი ტალღა არის იმ ჩინოვნიკებთან, აი ამ ფულის ამოღების მცდელობა, რომელსაც ჰქონდათ წვდომა ამ რესურსს. მაშინ ეს ფეოდალები ფულს რო იხდიდნენ, ივანიშვილთან კი არ მიქონდათ სახში თვითონ. ამის გამტარი იყო ლილუაშვილი, ამის გამტარი იყო ღარიბაშვილი, ამის გამტარი იყო გომელაური და ამის გამტარი იყო აი ეს ჩინოვნიკები, რომლებიც ამ ფულს მე ივანიშვილთან მიქონდათ. რა და ამიტომაც პირველი წრეები არ არიან, ანუ იქ ხო პირველი შრე არ არის. ზღუდეებია. კი. ამიტომ მასთან ეხლა შენ თუ მიხვალ მაგალითად წყალტუბოში ჯეირან ომანაძესთან, რომელიც არის ადგილობრივი ფეოდალი და აქეთ 70 მილიონი დოლარის ტენდერები მოგებული და წყალტუბოს საკრებულოს წევრიც არის ქართული ოსნობიდან, ის გეტყვის რომ მე გადაუხადე ლილუაშვილს ეს ფული. და მე იმას მოკითხე. ამიტომაც პირველი შრე არის ეს, მაგრამ გაგრძელებას რაც შეეხება, თუ ივანიშვილმა ეს ფული ვერ ამოიღო ის როგორც აქვს დაგეგმილი. თუ მან ვერ დაიბრუნა ის ფული, რაც მოუგო შვეიცარიულ ბანკს და ეს ნაღდი ფულის დეფიციტის და საგარეო და საშინაო იზოლაციას გაუღრმავდა და გაუგზელდა, სავარაუდოა რომ ეს უკვე სხვა შრეებზეც გავრცელდება. აი ამ ფულის ამოღების სპეცოპერაცია და შესაძლოა მართლა აი ამას წვრილფეხობასაც დაერიოს ყველა რაიონში. და ეს ძალიან ისეთი ამბავი წარმოვიდგინეთ ქართული ოსნების დეპუტატი რო ხარ, ქართული ოსნების მხარდამჭერი ბიზნესმენი რო ხარ და აი რო არიცი ხვალ რა დაგემართება. რაც აქამდე აკეთე, ყველაფერი ლეგალური გეკონა, რაც აქამდე აკეთე, იმის ფულიც გადაიხადე, ხარ კი მიიტანე და ხვალ შეიძლება დაგაკავონ მაგის გამო, იმის გამო, რაზეც
ლიცენზია ქონდა მანამდე რომ გეკეთებინა ხო ეს კორუფციული სქემები და ანუ ძალიან დიდი ღრმა კრიზისია თქო სწორედ მაგიტომაც ვამბობ რომ არავინ არ არის ფეხზე მყარად არ დგას არავინ ქართულ ოცნებაში ახლა მათ შორის არის დინარაძე და არც ყობახიძე რომლებიც ჩვეულებრივი ჭანჭკები არიან და აი მაგათი თავი პოლიტიკურად ოდის დაგორდება აი მართლა მარტო ბიძინა ივანიშვილმა იცის და ძალიან ცუდი დასაყრდენია ივანიშვილმა აი ამიტომ გვჭირდებოდა ჩვენ გამჭვირვალობის კანონი უბრალოდ ენჯეობის და არასამთავრობოების წინააღმდეგ კი არა ამათ წინააღმდეგ გვჭირდებოდა რა გეთახმებით არასწორი ხალხი იღებდა და არასწორი ხალხის წინააღმდეგ ეგეც სერვისია დინარაძის განხორციელებული სერვისი როდის მობეზდება ივანიშვილს არავინ არ იცის არც დინარაძემ არ იცის ბიძინამაც არ იცის რა როგორც ყობახიძე უზის ახლა ივანიშვილს ყურში და უჩურჩულებს აი ღარიბაშვილი დასაჭერია ლილვაშვილი დასაჭერია ისე უზის მეორე ყურში სხვები ისე უზის სხვები და ეუბნებიან დინარაძეს და ყობახიძეზე იგივეს და აი აგერ თქვენ და აგერ მე საერთოდ არ გამიკვირდება რომ კიდე ერთი ინდულგენცია გადმოვიდეს და ისევ მოუწიოთ ამ ქართული ოცნების მომხრებს სოფლის ბირჟებზე ლაპარაკი რომ აი ღარიბაშვილს ყველაფერი ტყუილად დააბრძა ჯიგარია ჯიგრის ყაურმა კაცია და პროპაგანდისტი უაკვირდებოდი კორუფციაზე კი არ ქონდათ პრობლემა ღალატზე ქონდათ პრობლემა არა კაცო ღალატი იყო ის თორე კორუფცია 6 მილიონი ახო ნახე ის პროპაგანდისტები რომ თანამდებობებზე იყვნენ ეს ხო მაგათი ნატურაა ზოგადად რომ ხელა ფულთან წვდომა კონდეს ანუ მათთვის კორუფცია ის რაღაცა გამოცინცვლა ბიუჯეტიდან ხო ის რაღაცა მათთვის დაშვებული ამბავია აი ბიძინას უღალატა არის და უშვებლობა თორე ფულით ახლა გადარჩა ბიუჯეტიდან კი მოიპარო რა უნდა არა ანუ ესე ფიქრობენ ეს ადამიანები ჩემს სას გეტყვი მან პრობლემა იმაში იყო რომ ანუ სხვანაირად არ პრავდებოდა და სადაც აქცენტი ამაზე გაეკეთებინათ იმიტომ რომ ახლა ხო ვერ იტყოდა რომ კორუფცია ცუდია მაშინ ისევ და ისევ გაჩნდებოდა რომ კი მაგრამ ამას ჟურნალისტები გეუბნებოდნენ და ნუ სადაც თვითონ შოელედურის მონახო რომ აი ბიძინას ღალატია მაგრამ პრობლემა ისაა რომ თავიანთი მომხრეებისთვისაც მე ხა პირადი ურთიერთობებისთანაც მქონია ის ფაქტი რომ ჟურნალისტები რასაც ლაპარაკობდნენ ნუ იფურმე სიმართლე ყოფილა მე მოსდევს ამას სხვა ლოგიკა რომ იქნებ სხვა რამეც სიმართლეა იქნებ არჩევნებიც გაყალბდა იქნებ საგარეო ორიენტაცია შეიცვალა იქნებ ომშიც არავინ არ გუწევდა ეხლა ბავშვები ბესებრო ლაპარაკა რომ აი ვიზას ცდილობენ ომთან მიაბან ყველაზე პარადოქსული ამ სიტუაციაში იცი რა არის რომ საქართველო იმ სახით აწყობდა პუტინის რუსეთსაც კი რა სახითაც ჩვენ ვიყავით 2024 წლამდე რა ან დაახლოებით ჩვენ ვიყავით როგორც ავსტრია იყო მთელი ცივი ომის დროს. ავსტრია ცივი ომის დროს იყო. არცად არ გაუცხადებიათ ნეიტრალური, მაგრამ ფაქტობრივად ნეიტრალური იყო, არც ერთ ალიანსში არ იყო ავსტრია შესული და ვენას, აი ოფიციალურად ეძახდნენ, ვენა იყო შპიონების დედაქალაქი. იმიტომ რომ საბჭოთა და ამერიკელი შპიონები იქ ერთმანეთს ხვდებოდნენ, აი ЦРУ და KGB, CIA და KGB. იქ ატარებდა შეხვედრებს, სადაც წყდებოდა რაღაც გაცვლის თემები და სხვადასხვა თემები ლაგდებოდა ვენაში. ანუ საქართველოს რომელიც ფაქტობრივად ნეიტრალური იყო, ჩვენ არც ერთ სანქციებს არ მიუერთდით, სწორიც ვქეით სხვა შორის მე რა დონეზეც მიუერთდით, იქ უნდა გაჩერებული ყავს, მე ჩვენ ვერ ვიჟამთ, ეხა ამ ქვეყანასთან იმდენჯერ გადავიტანით და რავი ხე ვინ გიჟი გაქანდებოდა და უწყებდა ომს რუსეთს ანუ არ გინდა რომ არავის ომი არ უნდა ეს ამათი პროპაგანდის ნაწილი იყო პროპაგანდის ნაწილი იყო მაგრამ რეალურად რუსეთს შენ გაცილებით აწყობდი შეიძლება 2024 წლამდე მდგომარეობით როდესაც აქ გაცილებით წყნარად დაალაგებდა რა ხო არავისთვის საინტერესო არ არის ივანიშვილის რეჟიმი ამ კონდიციაში როგორც არც ჩინეთისთვის არც ირანისთვის არც რუსეთისთვის საერთოდ ყუილა ხო ჩვენ ჩინეთს ხო ისე ზოგადად რო ვთქვა და განსაკუთრებით ევროკავშირისთვის და ამერიკისთვის სადაც გაწყვეტილია ყველანი ურთიერთობები ევროპასთან რო ხარ ახლოს რაღაც ეტაპზე ნახე ბიზნე ივანიშვილისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი არის ბუნდოვნება ვიღაცისთვის რო ევროპაში მიდიხარ, ვიღაცისთვის ევროპასთან სტრატეგიულ ბუნდოვანებაში იყო. ინარჩუნა და დიფრად იყო. ამანი ტივტივა 2022 წლის თებერვლამდე. და ცოტა კიდე მე ცოტა კიდე წელი რა. ხო, მე ცოტა ასე ვთქვათ რუსეთთან დაკავშირებით რაღაცა ის გაჩნდა. მეტი ვალდებულებები როგორ ჩანს და ნუ აი ეს ახლა ასე ვთქვათ სტრატეგიული ბუნდოვანებიდან გამოვიდა უკვე ის რომ მაგალითად აღარ მივდივართ ევროპისკენ. თორემ ჩვენივრად იყო ფანტასტიკურად გზნობდა თავს. ხო და მხარე გახდა ისე რომ შეიძლება არც არავინ აიძულებდა. ან მოსკოვის პრაქტიკულად დაწუნებულა რომ არ აიძულებდა არაფერი დიდი ინტერესი
მოსკოვში. მხარეც გახდა, იმიტომ რომ რაღაცა ძალაუფლების შესანარჩუნებლად საჭირო გახდა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მონდოვნებიდან გამოიყვანა. აი მის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კი, მაგ ლოგიკაში ჯდება. ისე როგორც არასდროს სტრატეგიული გათვლა გააკეთა, ივანიშვილიც ყვა ადამიანია და საკმაოდ ისეთი მოწყვლადი პოლიტიკურად თან აკეთო დემოკრატია და თან პარალელურად არჩევნები გააყალბო, არ გამოვა. უნდა გააყალბო და დემოკრატიას გაეშვა. ეგრეა. ფიზიკურად სხვანაირად არ გამოდის და 2024 წელი ეგ იყო. გააყალბა, იმიტომ რომ აგებდა არჩევნებს. კი. და შემდეგ უკვე აი ამ წაგებული არჩევნებს რაღაც ისეთ სპირალშია შესული, სადაც ექსპირალი მიგრანტებისთვის ხმის უფლების ჩამოთმევა. შემდეგ უკვე რომ აი ესე ძალაუფლება ბოლომდე შეინარჩუნა, მე უკვე რაღაცეები უნდა აკეთო, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ აღარ გამოდის. ანუ ვეღარ გამოხვალ ამ სპირალიდან, აღარ არსებობს უკვე, იმიტომ რომ ბევრი ვალდებული ხალხი წარმოიშვა უკვე და დემოკრატიულმა სამყარომ გაგრიყა და ეხლა დგას და თავიც უნდა შეინარჩუნოს, სიტუაცია შეუნა შეინარჩუნოს, რომ ვიღაცამ რევოლუციით არ გადააგდოს, არჩევნები რაღაცა ბოლომდე ყველაფერი ამოახშოს ყველაველი სივრცე. ანუ აღარ არსებობს აღარც დაკვირვება, აღარც კომისია, ანუ აღარაფერი აღარ არსებობს ფაქტობრივად და ეხლა რაღაც ინფორმაციის დონეზე გვაქვს, რომ ერთი ესეთი ერთი ცვლილებაშია ეხლა საარჩევნო კოდექსში, ეს იქნება, რომ არჩეული მერობის კანდიდატი, რომელიც საკუთარი განცხადებით, გარდაცვალებით, ან რაღაცა მიზეზით დატოვებს თანამდებობას, არჩევნები აღარ ჩატარდება. პირველი ვიცემერი იქნება მოვალეობის შემსრულებელი გეგმიურ არჩევნებამდე. ესე იგი. ვაი კახაკალაძეს. ხო. ნუ ეგ აი ამით მინდა დავასრულო, გადაცემა ქრონომეტრაჟსაც გავთ ჩვენს, ანუ კალაძესთან დაკავშირებით რა ხდება, ანუ თუ ყველა კორუფციაშია, ყველა ფულს უნავდა, ტეხავდა, აკეთებდა და ასე შემდეგ დედაქალაქი, სადაც ამდენი მშენებლობა ფეხი რთაგჭის გარეთ დაგაშენებენ რამე კორპუსს რა. ანუ ოღონდ აქვე გამარტო მე მშენებლობის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, უბრალოდ რავი, სად მიდის ეს ფული? რა ისევ და ისევ კითხვა ჩდება. იცი რა არის ანუ რა ხდება კალაძესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს, მათ შორის მისი ენერგეტიკის მინისტრობიდან მოყოლებული. კი. ჯერ კიდევ მაგთან შეიძლება მე თბილისის მერობასთან დაკავშირებით, ბევრ ტენდერთან დაკავშირებით, ბევრ შესყიდვასთან დაკავშირებით ამის გარდა მაგალითად აუდიტის უпростоრად პროკურატურაში დევს აუდიტის დასკვნა თბილისის სერვის ჯგუფზე და ასევე სატრანსპორტო კომპანიაზე, სადაც აუდიტის სამსახურმა დაინახა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და გააგზავნა გამოსაძიებლად. ასევე ჩვენ თბილისში გვახსოვს მრავალი ტრაგედიები, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება კახაკალაძეს. ასევე მისი დეკლარაციებზე არის ბევრი კითხვის ნიშნები, რომ ხელფას არ ვიღებ, ბიზნესი არ მაქვს, მე ფეხბურთს რო თამაშობდი, მაშინ ფული მქონდა, ოღონდ იმ ფულს არაფერი არ აკლდება და ეხლა რანაირად, ხო? ასევე ძალიან ესეთი საეჭვო ტრანზაქციაა, რომ მის ნათესავს შპს კოლხეთი მიყიდა 10 მილიონად წულაიას და წულაია ყოველ წელს უხდის $1 მილიონ. დაახლოებით კახაკალაძეს. კომპანია არქის მფლობელი ილია წულაია. არქის მფლობელი და მოკლედ კარგად გამოსაძიებელი შესასწავლი ამბავი არის. ეხა ის რომ რაღაცა კალაძეს მოხსნის, კალაძეს დაიჭერს, ესეც რა ვიცი, ხა აქედან გამომდინარე ამ გადმოსახედიდან ეხა ამ წუთას 200,000 კაცზე მეტის მიერ არ არის არჩეული კალაძე, ძალიანაც რო უნდა რომ იყოს ბევრი ადამიანის, მაგრამ არ გამოვიდა. მაგრამ კალაძეს რაღაცა მისი თავისი ელექტორატი ყავს ასე თუ ისე კიდე ქართულ ოცნებაშიც. მაგრამ საბოლოო ჯამში ბიძინა რო იტყვის რომ კალაძე დასაჭერია, ყველა მოუბრუნდება და დაიწყებენ კალაძის ლანძღვას რა პრობლემაა. გაახსენებათ ორი ავტოგოლი. რა თქმა უნდა, ორი ავტოგოლის გაახსენდებათ, სააკაშვილის კამპანიაში მონაწილეობაც გაახსენდებათ. ყველაფერი გაახსენდებათ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში არსებობს ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენი არის სერვისის მიმწოდებელი. მერე გახდება ნაცი. მერე გახდება ნაცი, მერე გახდება მოთანამშრომლე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ახლა ამის წინასწარმეტყველება რა იქნება კალაძესთან მიმართებაში, ესე ცოტა რთულია, მაგრამ მის გარშემო რაც ხდება, იმას თუ გავითვალისწინებთ და რაღაცებს ესე ვთქვათ, გადავაბავთ ერთმანეთზე ამ ფაქტებს, მიხვდებით, რომ ჯერჯერობით კარგი არაფერი არ ხდება. კალაძის გარშემო შავი ღრუბლები იყრის თავს. ხო, რაღაცეები, იქ კანონში ცვლილება, იქ მისი ერთგული ვიცემერის გაწევა, მე საერთოდ ყველაფრიდან წასვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და არც ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება.
მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც მას აქვს კარგი მომავალი ყოველ შემთხვევაში რა. ესე ჩანს აქედან და ნახოთ, თუ გაუმართლა და ბიზნესად ცოტა ხანი კარგ ხასიათზე იქნება დიდი ხანი. მას ხასიათების კაცი არის, ხო იძახიან ხოლმე თვითონ და ხო, ვეთანხმები აბსოლუტურად ბესოს შეფასებას. ეხლა ხვალე დააკავებენ ან რაღაცას გაათავისუფლებენ სამსახურიდან, ეხლა მაგას ვერ ვიტყვით ანამდვილებით, იმიტომ რომ ეს არ ექვემდებარება რაღაც ლოგიკას, იმიტომ რომ თუ კორუფციას მართლა ებრძვიან, მაშინ კალაძე არის პირველი, ვინც უნდა დაებარებინათ და დაეკავებინათ. შეიძლება ეგეს Facebook-ი დაგვემშვიდობა ერთხელაც. როგორც მაგას მამუკა ბახტაძე. პრემიერი იყო ერთი პერიოდი. არა, პრემიერი როგორ არ მახსოვს, Facebook-ი დამშვიდობა, კი, და ისე წავიდა, შეიძლება Facebook-ი თუ გუგლს ბოდიში წავედი. იგივე გააკეთეს, ანუ კალაძის გარშემოც რო კარგი მდგომარეობა არ არის, ეს დადასტურებულად დასახად ეგრეა, უბრალოდ მე ვეთანხმები იმას, რომ ხო მას გარკვეული ელექტორალური რაღაცა პოპულარობა ქართული ოცნების ამომრჩეველში დღემდე აქვს და ეს შეიძლება უფრო რთულად დასახსნელი იყოს მათი ამომრჩევლისთვის, რომ რატო დააკავეს ეს კაცი და რატო გააგდეს ან რატო მოიშორეს, მაგრამ ის რომ ის რაღაც მყარად არ დგას რაღაც ორივე ფეხზე, როგორც თვითონ უყვართ თქმა და არ არის ასე თქვათ მისი მდგომარეობა და რაღაც დახინებული, ეს ყველა ინდიკატორი დასტურდება მათ შორის მისი უახლოესი გარემოცვის წევრების დაკავებებით ან მოშორებებით, ხო, მათ შორის ხმალაძე მისი მოადგილე რომელიც იყო. შესაბამისად ღრმა კრიზისი არის, აი კახა კალაძის ამბავი რო არ არის დადასტურებლად გარკვეული და გადაწყვეტილი, თქვენ წარმოვიდგინეთ სხვა წვრილი ქართული ოცნების ჩინოვნიკები როგორ ნერვიულობენ და როგორ რაღაცა წყალი აქვს შემდგარში. შესაბამისად ეს ჩვენთვის კარგია, ქართული ხალხისთვის და ვისაც ამ ქვეყნის გათავისუფლება გვინდა ამ რეჟიმისგან და ეს ცუდი არის რეჟიმისთვის. ოღონდ აი ეს ყველაფერი მიმდინარე პროცესია, ამის შედეგები ჯერ ახლა გუშინ და დღეს არ გქონია სახეზე საბოლოო მდგომარეობის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს და ქართული ხალხის წინააღმდეგობა, რომელიც უწყვეტი არის და აი ძალიან მედეგი არის ამ რეჟიმს საბოლოო ჯამში კისერს მოუგრიხავს პოლიტიკურად. სამი მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ რა. არაღიარება, აქციები და საერთაშორისო სანქციები. აი ეს არის რასაც ივანიშვილი ვერ ერევა ამ ეტაპზე. ნახოთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. საინტერესო ინტერვიუსთვის. მადლობა მაყურებელს, თქვენ ჩვენით გადასცემას პოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოგვყევით სოციალურ ქსელებში. მადლობა.